ჩემთვის არის დიდი ბედნიერება, რომ ეს სემინარი არსებობს. საერთოდ ჩვენთვის იყო დიდი გამართლება, მარტო ის არ არის, რომ ჩვენ კარგი ხალხი ვარ, ჩვენ ბევრი გენიოსი მყოლია, მაგრამ მყოლია ესეთი გენიოსები, რომლებიც არ მჭირდებოდა. ყოველ შემთხვევაში მამარდაშვილის სიტყვით რომ ვთქვა, ჩვენთან იყო ძალიან ხშირად ისეთი შემთხვევა, როდესაც იცოდა იმან, ვისაც არ მჭირდებოდა და ჭირდებოდა ვიღაცას და იმან არ იცოდა. ეს ორი რამ რო შეხვდეს ერთმანეთს ძალიან იშვიათია, ამიტომ ჩვენ მყავდა ბარათაშვილი, რომელიც აბსოლუტურად ვერ გამოვიყენებდა, მგონი ვერც ვიყენებთ და ის ნააზრევის თავისთვის რჩება იქა, ვიღაცას გონია რომ ეს პოეზია არის და ამიტომ პოეზიის მოყვარულებმა უნდა გამოიყენონ და საქართველოს ეს არ ჭირდება და ეს კარგად გამოჩნდა სხვა შორის, თუმცა 50 გამოჩენილ ქართულში ნიკოლოზ ბარათაშვილი ვერ მოხდა და 8 ისეთი პიროვნება მოხდა, რომლის შესახებ დღეს მე ვეკითხები სტუდენტებს, არავინ არაფერი არ იცის. უბრალოდ იმ წლების აღკინება იყო, ეს ანატოლიანი ხალხი იყო მოიხსენებათ და 8 მოხდა 50-ში, იმ წლებში ასე იყო. ახლა მან ცოტა გაიარა, არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო, ხალხი თვითონ გამოხატავს თავის ნებას, არსებობს 100 წიგნი მწერლების ვერსიით და არის 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო ხალხის ვერსიით. აი იმ წიგნებში, რომელიც ხალხმა თქვა, რომ უნდა წაიკითხო, 1-2 ისეთი წიგნი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაიკითხო, არ უნდა გამოიცეს, როგორც დაბალი ხარისხის, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ყველანაირ ფორმატს აქვს ასეულის უფლება, ამიტომ ნებანგოძე გითხრათ, რომ მამარდაშვილი რო ყავდა ეს გამართლება, ეს უბრალოდ გამართლება არა, ეს არ არის ისეთი ამბავი ბარათაშვილი რო ყავდა. ეს სხვა ამბავია. მამარდაშვილი ჭირდება ძალიან. აი ახლა ამ წუთას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დღეს რა სიტყვა და ძალიან ცუდია რომ აი ასეთი სემინარის იმედზე არის ჯერჯერობით მამარდაშვილის სახელით, იმიტომ რომ ეს არ არის პატივისცემა ფილოსოფოსისადმი. ეს არის კაცი ჭირდება ძალიან და ვერ ხდება ნაცია, ვერ ხდება მისი ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით ისტებლიშმენტი, ვერ ხდება რომ აქ ლაპარაკი არა ვიღაცის პატივისცემას ძეგლის დადგმაზე და პატივის მიგებაზე და დამსახურებად აღნიშნავს. ლაპარაკია იმაზე, რომ დღევანდელობას მან მოუსწვა, მისი თვალსაწიერი დღევანდელობას ეხება. და ვინაიდან ჩვენ მსხვილი ასეთი მოაზროვნე არ ყოლია და დღევანდელობას კი არა, საერთოდ ძველი შეფასებასაც ძალიან დაჭირებული ვარდა, ამიტომ მამარდაშვილი განსაკუთრებული ფასისაა დღეს. როცა კალბატონმა ნათელმა მითხრა სათაური მითხარიო, მე გამიჩნდა ეს ამბიციური იდეა, ძალიან ამბიციური სათაურია, მომეცადა რა სიტყვა და მამარდაშვილი დღეს ეს ნიშნავს, რომ მე გეტყვით ის რა სიტყვა და ახლა ცოტა არ იყოს მე ნამდვილად ერთი არც ფილოსოფოსი არ ვარ და ნამდვილად კემტავს მაგარჯილას, პოზიციონირებას არასოდეს არ გაუკეთებდი, რომ მე ვასწავლო ჩემ ხალხს რა სჭირდება. მაგრამ ვინაიდან ეს სათაური მაინც დაიბადა, ამის უკან შეიძლება დავინახოთ ორი რამ, ორი შესაძლებლობა არის ამ კითხვაზე პასუხის რა სიტყოდა მამარდაშვილი დღეს. პირველი, პატიოსანი, კვლევითი წავიკითხავდი ყველაფერს, ამომწერდი დღევანდელ ფაქტებს, შევუსაბამებდი და მამარდაშვილის ძველ სიტყვებს ვიტყოდი ახალ ფაქტებთან დაკავშირებით. ეს პატიოსანი და კვლევითი იქნებოდა, მაგრამ სრულიად უპატიოსნო იქნებოდა გამოყენებითი თვალსაზრისით და საქართველოს ასე არ ჭირდება მამარდაშვილი. საქართველოს მამარდაშვილი ისეთი ჭირდება, რომელიც დღეს იმ ენაზე ეტყოდა, დღეს რო გაიგება. მამარდაშვილი ამ ხრივ განსაკუთრებული კაცი იყო. მეც ვესწრებოდი, ბევრი ესწრებოდით იმ მოხსენებებს, თუ შეიძლება იმ საოცრებას, იმ თეატრალურ, ლიტერატურულ ფეიერვერკს, იმ უცნაურობას, იმ უზარმაზარ რაც იყო ლექციური პრუსზე, ვინც ამას ესწრებოდა, იმას ახსოვს, რომ მამარდაშვილმა მოახერხა და ამოდენა კურსი წაიკითხა და 1-2 სიტყვა ახსენა, ესე დიდი მობუდიშები ფილოსოფიის ტერმინოლოგიიდან. მაგალითად, ერთხელ თქვა სიტყვა ონტოლოგია და არ გაწიფლებულა, მაგრამ მოიბოდიშა.
გახსოვთ ეს პირველსავე ლექციაში მოხდა სხვაჩვენს. და კიდე რამდენიმე ესე ტერმინის ხსენება რო უწევდა ძალიან უხერხული იყო მისთვის, იმიტომ რომ მას უნდოდა დასაგებად ელაპარაკა. და სწორედ დღევანდელი დღის სიტყვები, დღევანდელი დღის ვალენტობები იქნებოდა მისთვის მნიშვნელოვანი. ის აუცილებლად იტყოდა იმ სიტყვებით, რომელიც დღესაა, იმ აზრებით, რომელიც დღესაა და იმასვე იტყოდა, რასაც ამბობდა ბუნებრივია. ამიტომ ჩემი ამოცანა ცოტა უფრო რთულია, ვიდრე მისი ციტირება. ჩემი ამოცანა მისი ასე ვთქვათ ტრანსპორტირება ახალ სიტუაციაზე, გადმოტანა იმ აზრებისა და განსაკუთრებით იმ აზრებისა, რომელიც ეხება ადამიანს და საზოგადოებას. მამარდაშვილი ამ შემთხვევაში იყო ადამიანის მხარეს, მოგეხსენებათ. საზოგადოებაზე მან თქვა ძალიან უცნაური ფრაზა, საკმაოდ ისეთი მოულოდნელი, ალბათ დღევანდელი სოციოლოგებისთვის იქნებოდა ეს ფრაზა, რომ ეს არის უბრალო კრებული ინდივიდუუმებისაო. ეს რა თქმა უნდა, ყველა თეორიას ანგლევს, ახლა სოციოლოგია სულ სხვანაირად ფიქრობს საზოგადოებას გასაგებად. ამით მან თქვა, რომ მისთვის ძვირფასი არის ინდივიდუუმი, ერთი ადამიანი. მამარდაშვილის ძირითადი იდეაა, რომ სოკრატული იდეა. თავარი მისი ტყუილად კი არ იყო სოკრატე, ის იყო არა მხოლოდ ქართველი სოკრატე, არამედ ის იყო სოკრატე. ის სოკრატე, რომელიც არსებობდა ისტორიაში, ყოველ შემთხვევაში ისეთი, როგორცაც ჩვენ მას ყველაზე უკეთესი მოსწავლეები ვიხატავთ. მე მახსოვს კარგად, რომ ერთმა ქართველმა პროფესორმა დაწერა, ვაჟა-ფშაველა განათლებული კაცი იყო, მან წაიკითხა სოკრატეს ყველა ნაწარმოები. და პროფესორი იყო, ფილოლოგი იყო და შენიშვნა მიიღო სტუდენტისგან, რომ გაუჭირდებოდა ვაჟა-ფშაველას და ეწყინა სასტიკად, იმიტომ რომ ჩათვალა, რომ ვაჟა-ფშაველას შეურაცხყოფასთან აგვაქვს საქმე. და სტუდენტი დაიჩაგრა, ნიშანი დააკლო, მაგრამ მე აუხსნეს მას, რომ გაუჭირდებოდა, იმიტომ რომ არ წერდა სოკრატე პრინციპი. მამარდაშვილმა დაწერა. თუმცა, რასაც ლაპარაკობდა, იმის ჩანაწერი და ტექსტი და ლაპარაკი ერთი და იგივე არ არის თქვენთვის შეიძლება. ამიტომ მადლობა, რომ ჩანაწერები არსებობს და მოსმენა მაინც შეიძლება, მაგრამ ადრეც თქვი და ახლაც ვიმეორებ ამ მოსმენაშიც ინტონაციები არის, მაგრამ კარსი არ ჩანს, იმიტომ ეს გეუბნებთ. იყო ერთი მსახიობის თეატრი ჯერ და მე გახდა მრავალი მსახიობის თეატრი, მან გამსახიობა აუდიტორია, ასე ვთქვათ, მან შეიყვანა და მან გვასწავლა რა უნდა ეკნა ხალხს, ვიტყვა რომ გადაიტანეთ თქვენს თავზე, ახლა რასაც ვიტყვით, წარმოიდგინეთ თქვენზე წარმოიდგინეთ, ეს უმარტივესი ხერხია პირველი ნაბიჯია იმისა, რომ ამი გაიგო. და ერთ სიტყვით, ჩემი ამოცანა მდგომარეობს შემდეგში. თქვათ, დღევანდელი მოვლენებიდან რას შეარჩევდა მამარდაშვილი სალაპარაკოდ, ეს ერთია, ძალიან ბევრი რამ ხდება, რომელზეც მას შეეძლო ელაპარაკა, მისი ინტერესების სფერო დიდი იყო, ესთეტიკურიდან დაწყებული, ფილოსოფიით გაგრძელებული, ხალების ჩაცმულობიდან დაწყებული, წიგნებით გაგრძელებული, ახალგაზრდების პრობლემა მას ძალიან სერიოზულად აინტერესებდა და რა თქმა უნდა ამაზე მომისი უნდა ვთქვათ, მაგრამ მას აინტერესებდა პოლიტიკური პროცესიც და მე ვინაიდან ახლა ძალიან ფარისეები ვიქნები, რომ პოლიტიკური პროცესი არ ვახსენოთ იმ ინტერესებში, რომელიც დღეს პასუხგასაცემია. საქმე ის არის, რომ დღეს საქართველოში ხდება ძალიან უცნაური მოვლენები, სრულიად მოულოდნელი, აი ბევრი გენიოსი გვყავდა, მაგრამ ვერავინ ვერ იწინასწარმეტყველა ის, რაც მოხდებოდა. აი არჩევნების წინ ერთი დღით ადრე კი ვერავინ ვერ წარმოიდგენდა იმას, რომ თავარი სიხშირული სიტყვა მომავალ პოლიტიკურ ლექსიკონში იქნება უცნაური ლათინური ტერმინი კოჰაბიტაცია, მისი ფრანგული საკითხვის ვერსიით კოაბიტაცია. იცით, ახლა მათ მე გულშემატკივარი ვარ, როგორც ლათინური სპეციალისტი. და კოჰაბიტაცია და კოაბიტაცია ორი სხვადასხვა რამ არის. მე ვიხმარ კოჰაბიტაციას, იმიტომ კოაბიტაცია ნამდვილად ვიცი, რაც ნიშნავს. მას არ აქვს პოლიტიკური
ყველაფერი ის თანაცხოვრებას ნიშნავს, ჩვეულებრივ შეგვიძლია თანაცხოვრებას ვეყოლა. თუ გვინდა იმ მოვლენაზე ვილაპარაკოთ, რომ კოჰაბიტაცია უნდა ვიცოდოთ, იმიტომ რომ გვახსოვდეს, რომ ჰაბიტოსთან არის კავშირში. ცხოვრებასთან არის კავშირში. ყველაზე მთავარ სიტყვასთან, რომელსაც ხმარობდა მერაბ მამარდაშვილის ხმარობდა ნამდვილი ცხოვრება, ჭეშმარიტი ცხოვრება, პოდრიმნეჟის ყველა მეორე სიტყვა არის ეს სიტყვა, იმიტომ რომ არა მარტო პოსტანს, ძველ ბერძნებთანაც ის ყოველთვის ხდება ნამდვილობის და ცხოვრების გადაკვეთას, რომელიც მას ძალიან აინტერესებს. ერთ სიტყვით, პირველი მომენტი, რომელზეც აუცილებლად იტყოდა რამეს მერაბ მამარდაშვილი, მე განსაზღვრე როგორც პოლიტიკური მომენტი დღევანდელი, კოჰაბიტაცია უნდა ვთქვათ ვისა და ვის შორის, როგორ უნდა განვითარდეს და აი რომ ვეკითხა მისთვის რა რჩევას მოგცემდა, აი რა უნდა ვქნათ, ახლა რა უნდა ქნას საქართველოს. ერთმა მხარემ, მეორე მხარემ უნდა შეჭამოს, შეახრანინოს, ითანამშრომლოს, დაუთმოს, დაუთვალოს პროცენტები თუ არ დაუთვალოს, სტატუს კვოა პროცენტებში, ანუ 54-40-ზეა. თუ ისეა როგორც კახაკუკავა მიხუმრა, ქართველების ამბავი ვიცი მეო მთავარი სიტყვა, ვინც მოვიდა დაუმარჯოს, იმას ნიშნავს, რომ შეფარდება ახლა 95-5-დან იქნება და სხვა. ეს მოვლენებია პოლიტიკური, რომელიც ითხოვს შეფასებას და ის აუცილებლად ენავოსტრებულები არა მარტო ბურულები არის. მე მგონი ძალიან მოსწრებული სიტყვა იყო, იმიტომ რომ ნამდვილად ასე მოხდა, მოგეხსენებათ. და დღეს რომ მითხრა რომ შენ ვინახარ შენს პარტიას რეიტინგი არა აქვს, უკვე პასუხი მან გაზომილია და უკვე აქვს შენს პარტიასაც კი, რომელსაც არ უნდა კონდეს რეიტინგი, ბევრი რამის გამო და ამაზე მამარდაშვილიც იტყოდა რა თქმა უნდა, იმიტომ მე ეჭვი მაქვს რომ როგორც ერთ სიაში აღმოჩნდით პოლიტიკურ სიაში, ისე მე არ ვფიქრობ რომ ჩემი პარტიის წევრი იქნებოდა აუცილებლად. მაგრამ სადმე ახლომახლოს პოლიტიკურად ახლომახლოს გვეგულება ყოველ შემთხვევაში ლიბერალიზმთან ახლოს გვეგულება მამარდაშვილს. მეორე რაც მინდა გითხრათ ეს ერთი რომ პოლიტიკაზე აუცილებლად ითხოვდა საქართველოს და მე მგონი უნდა გამოვიცნოთ ის მას დააპირებდა. მეორე გახლავთ ის რომ ძალიან სერიოზულად შეიცვალა ჩვენი საზოგადოების სტრუქტურა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება დაიწყეს ახალგაზრდებმა. ბევრნაირად მოხდა. ჯერ ერთი ეს მოხდა ხელოვნურადაც. საქართველოში მიღებულია უნიკალური კანონები, რომელმაც მოხდა საშუალება რამდენიმე შესანიშნავი და ყოველგვარი ირონიის გარეშე, მინდა გითხრათ, ადამიანი მიგვეღოთ მაგალითად საქართველოს პარლამენტში, რომელსაც ვერ მივიღებდით ვერავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ასაკობრივი შეზღუდვა იქნებოდა და ყველა ვერ გახდებოდა პარლამენტის წევრი. მე მინდა გითხრათ, რომ განურჩევლად იმისა, ვინ ვიზზე რას ფიქრობს, ვინ რომელ პარტიაშია, შემთხვევით ამ კანონმა პარლამენტის სასარგებლოდ იმუშავა. შემთხვევით, იმიტომ რომ ვინ იცოდა, ვინ ვით ჩაწერდა ახლა ხტიაში, ჩვენმა მხარემ არ გარისკა გამოცდილებაზე და ცნობადობაზე იყო მოგეხსენებათ აქცენტი და ხანდახან ეს აქცენტი ზედმეტი იყო, ძალიან ცნობილებზე გადავიდა, არა ჩემპიონებზე, არამედ ოლიმპიურ ჩემპიონებზე, არა მოღელეზე, დასჭა. მეორეს მხრივ, ახალგაზრდობის როლი, არა მარტო ასე გაიზარდა, რომ ბევრი ახალგაზრდა მინისტრი გყავდა, კიდე გვეყოლება, ბევრი ახალგაზრდა ბიზნესმენი გყავს, რომელიც ჩვენს ამომიწევს. არამედ სხვა მოვლენაც მოხდა, უბრალოდ ხალხი, ასაკიანი ხალხი გაყარეს ერთი სტრუქტურიდან და ახალგაზრდა ხალხი, ნუ არ მინდა რახან სიტყვა გაყარეს, არ ეწყინოთ, რომ მოყარეს, მაგრამ იმიტომ რომ არაფერი სხვა იმას არ ქვია, იმიტომ რომ კონკურსი არ იყო, შერჩევა არ იყო, გამოცდა არ იყო, ასე შემდეგ და ასე. ვინაიდან ჩვენ გვყავს ხალხი აქვე ამ დარბაზში, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვს, სწორედ კონკურსში, გამოცდაში, მათ შორის პარლამენტარების, პარლამენტის აპარატის და სხვა და სხვა.
მოვიდა ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ განცხადებები აკეთა, რომ მე 40 წელზე 100-ს მეტი არ ამჭირდება ადამიანი ამ ადამიანის სფეროში. თვითონ ხო გახდნენ ახლა 40-ი. დიახ, ამაშია საქმე და მე მინდა გითხრათ რეკურსიის შესახებ აუცილებლად თავის დროზე მე ამ ტერმინს წავაწყდი სრულიად მომოდნებად სულ სხვა სფეროში გაგეცინებათ ისეთ სფეროში ტერმინი რეკურსია მე პირველად გავიგონე პროგრამა კომპიუტერული პროგრამა Excel-თან დაკავშირებით. როდესაც რაღაც ფორმულა დავწერე და ფორმულა არ იმუშავებდა ჭკვიანმა კაცმა მითხრა მაგ რეკურსიაო. ანუ ფორმულაში ისეთი რამ იდო, რომელიც თვითონ ამ ფორმულას უნდა გამოეთვალა და არა კომპიუტერი ადამიანი არა და აღებდა ძალიან სულელები. ჩვენს მოვლენებში ეს სიტყვა განსაკუთრებულ ფასში იძრებს და მე შევეცდები მაგაზეც მოგახსოვოთ. მე გამოვყავი 3 სფერო. შემიძლია მე კიდევ ვზარდო ესა, მაგრამ ძალიან მეშინიეროდ ვარ მეყოფა, ამიტომ ამით ჯერჯერობით შემოვთავაზე. ერთი გახლავთ პოლიტიკა, რომელთაც ის აუცილებლად დაინტერესდებოდა. მეორე გახლავთ ახალგაზრდობა, რომელთაც ის ასევე დაინტერესდებოდა. და მესამე გახლავთ ის ჩემგან ნახსენები თავში საზოგადოება, რომელიც საქართველოში დღეს სპეციფიკურია. დღეს სპეციფიკური არის 3 ეს მომენტი. ძალიან სხვანაირი ახალგაზრდები ხარ, ძალიან უცნაური მდგომარეობა გვაქვს პოლიტიკაში, რომელიც არ გქონია, რომელიც მოვიფიქრეთ, შევქმნით და ვერგო. მაგრამ როცა ვქმნით ამას, მაშინ არ ვიცოდით, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მოხდარიყო. არ იცოდა არა. მე გვამბობთ გითხრათ, რას ნიშნავს, როცა პოლიტიკაში ხარ და არ იცი რა მოხდება ხვალ. მე ძალიან უცხელი მინდა ახლა ვიყო და საკუთარი პოლიტიკური ძალის პროგრამას გავიხსენე. ამ პროგრამაში წერია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. ოპოზიციას წერია იქ მიეცეს რამდენიმე კომიტეტი და განმარტებით ბარათებში, რომელიც ამ პროგრამას ბევრი ახლავს და დიდი პროგრამები ახსენებს, წერია რომელი კომიტეტები. არ გონიათ რომ ეს არის განათლება და მეცნიერება. ადამიანის უფლება. ადამიანის უფლებათა საბიუჯეტო და პროცედურის, ანუ 3 კომიტეტი, რომელიც მართავს პარლამენტს. და ჩემები იქ არის როგორც გარკვეული ჩუქურთმა. სამწუხაროდ. პირადად მე მაღელვებს ის ამბავი, რომ განათლება ჩუქურთმა არის, მაგრამ ახლა ამ წუთას, აი ამ ნაწილზე მე არ ვილაპარაკებ. ამაზე რა თქმა უნდა, მამარდაშვილი სახელდებოდა, მაგრამ ვინაიდან არის ბევრი რამ ამაშინა ეს ისე იყოს სკოლიოში. მოვიდნენ მოხდა არჩევნები. მოულოდნელად გამარჯვეთ. ახლა მოულოდნელად არ ნიშნავს. ჩვენ გამარჯვების იმედი არ ქონდა. ჩვენ კი ქონდა გამარჯვების იმედი. მე მქონდა გამარჯვების იმედი. ამ პროგრამას მე ავწერდი. პროგრამას წერდა საზოგადოება. როგორი საზოგადოება? რას ნიშნავს საზოგადოება? აი მე ძალიან მინდა ამაში დავფიქრდეთ. აი ერთი ახალი მაგალითია, სულ ახალი მაგალითია. ვინ წერდა პროგრამებს მომავალი გამარჯვებული დავრობის ხელისუფლების? 3 ტიპის ადამიანები. უწრფელი ხალხი, რომელსაც გონია, რომ იცის რაღაცა და ქვეყანას უნდა დაეხმაროს. ეს კომპონენტი იყო იქა და მაგ ღმერთს რომ იყო და რაღაც აღიარებს ეთყობა კიდევაც რომ ვიღაცამ რაღაცა იცოდა და გულით. მეორე ხალხი რომელიც ამბობს მე სამსახური არ მაქვს, თორე აქ რა მომიყვანდა მე ეს ფრაზა გამომიმაქ ადგილს. და ხალხი რომელიც ამბობს რომ მე დავრიგდე აქ ვინც ვარ, აი ესენი ვიქნებით მინისტრები და ამ სიტყვებით. ეს ბოლომდე არ გამართა ეს მართალი, მაგრამ ბევრი იყო ასე. და რას წერდნენ? წერდნენ იმას, რომ ჩვენ ვერ მოვიგებთ. ანუ პოლიტიკოსებს ჯერათ სასწაულების, მაგალითად გამარჯვების. ვერ ხსნიან ამას. ჭირს ძალიან ახსნა, იმიტომ პოლიტიკოსი არა სოციოლოგი, არ არის მეცნიერი და ვერ გიხსნით ახლა თან. ის ამბობს რომ ჯერა, გამიჯერეთ, მე მომყევით, ხო, გავერთიანდეთ ჩემს სირბილს, მე ვიცი, მე გაგიყვანთ სამშვიდობოს და იძახის მოგეხსენებათ უზრუნველს. ამაზე მამარდაშვილი თავის დროზე ამბობდა, რომ
ზოგიერთ პოლიტიკოსს და მე მგონი ყველას გულისხმობდა, მაგრამ ის იყო ჩემნაირი ქართველი არ არის, მე შეიძლება ვთქვა ყველა არავინ, ანუ ის სიტყვები, რომ ჩვენ ქართველებს გვიყვარს ყველაზე უფრო მეტად. მამარდაშვილი ამბობდა თითქმის ყველა, ბევრი, ცალკეული, ზოგი და ასე შემდეგ. ეს სიტყვები ევროპულია. ქართულის მე სხვა ჩვენს ირაკლი შენგელიან, ჩემმა შესანიშნავ მასწავლებელმა პირველმა მითხრა, რომ შენო ძალიან გრუზინი ხარო. ანუ ამბობს სულ სიტყვებს ყოველთვის, ყველა და არა სიტყვებს თითქმის ყოველთვის. ჩემი აზრით ხოსაებოდა ყველაფერს რასაც მე ამბობ მესულეუნებოდა, მაგრამ ეს იგულისხმება, აბახო მე ვამბობ ჩემი აზრით. მე ნელა ვისწავლებ ეს კულტურა. იმიტომ ის პირველი არის ბუნება. დაპირისპირება ბუნებასა და კულტურას შორის მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. და იგი აძლევდა უპირატესობას კულტურას, რომელსაც ხანდახან ხელოვნურობასაც კი ეძახდა, იმდენად არ ეშინოდა ბუნების, იმდენად უპირატესობას გრძნობდა ბუნებასთან და ის ნაზრით, ის არ ცდილობდა გამოეცნო ბუნების საიდუმლო, როგორც იმ კაცს, ვისაც სწორედ ეს დააბრალეს. სოკრატეს ზუსტად ეს დააბრალეს, რომ ბუნება აინტერესებდა, მთვარე აინტერესებდა, ჩემმა თარგმნილმა თავიდან ბოლომდე მყავს მაგის პიტერი ნათარგმნი, ბატონმა არისტოფანემ დააბრალა ესენი, და თქმა უნდა მშვენივრად იცოდა, რომ ტყუილი იყო, მაგრამ მისი კომედიის სპეციფიკა ის იყო, რაც უფრო გიტყუილს იყო, უფრო სასაცილო იყო. თუ გამოიყვანდი ქვეყნის მეთაურს, რომელიც დიდი ვაჟკაცია, ძალიან სუსტ ადამიანად, თუ კი იცოდი, რომ ის ძალიან მექალთანე იყო და გამოიყვანდი ასე ვთქვათ მამათმავლად, ეს ხალხი ხდებოდა სიცით, ის კაცი პირველ რიგში უნდა ჯდარიყო, უნდა წამდგარიყო პირველ დაეკლა დაში, რომ აი ესე გადაახდიდეს სცენაზე. ასეთი წესები იმ სამყაროში, რომელსაც სხვა ჩვენის მამარდაშვილიც გაზარდა, ყოველ შემთხვევაში მისი წიგნიდან ბერძნული ფილოსოფია კარგად ჩანს, როგორ უყვარდა მას ის სამყარო. როდესაც მამარდაშვილი დაუფიქრდა ამ საკითხს, მან თქვა უკვალურად შემდეგი. ადამიანი ძალიან ხშირად ვერ არჩევს ერთმანეთისგან ცოცხალს და მკვდარს. ამ თემას ჩვენ დავაგრძელებთ, ზუსტად ჩვენი პოლიტიკური სურათი არის დახატული. ჩვენს პოლიტიკაში ახლა არიან ცოცხლები და მკვდრები და მაგათ ურთიერთობას ქვია კოჰაბიტაცია. და ჩვენ უნდა გავარკვიოთ ეს როგორი იქნება. მამარდაშვილი რას გვირჩევდა, დავქნათ მკვდრები დავმარხოთ, თუ მკვდრებს ის ადგილი მიუჩინოთ, როგორც მას ეგონა, რომ ისინი ჩვენ გვერდით არიან. აი ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ამიტომ მე ძალიან შევეცდები, რომ მაგამდე კარგად მივიდე, მომზადებული მივიდე თქვენთან. პირველი, რაც მან თქვა პოლიტიკოსებზე არის ის, პოლიტიკოსებს გონიათ, როგორც მან თქვა ზოგიერთ პოლიტიკოსს გონიათ, რომ ადამიანი უნდა დაზარდოს, რომ ადამიანი არის აღზრდის ობიექტი. მასწავლებლებსაც გონიათ. დღეს თემას ვათანხმებდი ჩემს ჯგუფას მეუღლესთან, რომელიც ხანგრძლივი მასწავლებლობის გამოცდილების მქონე ადამიანი, მე თვითონაც მასწავლებელი ვარ და მე მგონია, რომ ეგ არის ჩემი მთავარი იპოსტასი, ყოველ შემთხვევაში გაცილებით უკეთესი მასწავლებელი ვარ, ვიდრე რამეს სხვა, ჩემი აზრიდან, ზოგიერთ ჩემი სტუდენტის აზრიდან. იმიტომ რომ მე მაქვს ერთი იარაღი, რომელიც მამარდაშვილის განასწავლე, მე მიყვარს სტუდენტი. თავარი ეგა, ჯერ გიყვარს, მე გადაცემის უნარი გაქვს, მე იცი. რო იცი, ის ყველაზე უნიშნელოა, იმიტომ რომ შეიძლება არც არაფერი არ იცოდი, ესეთი კაი მასწავლებელი მყავდა მე ფიზიკაში. მე რომ გეპეიში სწავლობდი, დავადგინე რომ ჩემი ფიზიკის მასწავლებელი ფიზიკა არ ცოდი. იმიტომ რომ ფიზიკაში ამოცანა არ გამომიყვანია და გეპეიში რომ მივედი, ამოცანები ყოფილა ფიზიკაში. არ არის საჭირო, მინდა გითხრა. ჩემმა მასწავლებელმა როგორც ჩანს ეს იცოდა შესაძლოა. გადასარევი მასწავლებელი მყავდა, ნახლა გეუბნები, იმიტომ რომ ცოტა სხვა რამე მგონია ეს მასწავლებლობა და მამარდაშვილს ეს პირდაპირ წამოწია. და სხვათა შორის როდესაც უხეირო შენიშვნით ვიღაცა თავს იწონებდა, რეაქცია მისი როგორი იყო, ისეთი კი არა, რომ გვინახა და მოიცა შენ გაჩერდი და რაღაცა.
ой, საინტერესო ეს მერე განვიხილოთ, მერეო. და არასოდეს ეს მერე არ იყო განსახილველი, იმიტომ რომ ბევრი სისულელებს გაგონება მოუწია მას, მაგრამ მან სიყვარული გამოხატა. პატივისცემა არა. პატივისცემა სისულელისადმი მას არ ახასიათებდა, მაგრამ სიყვარული ახასიათებდა. ამ ხრივ იყო ჭეშმარიტი ჩვენი თანამემამულე და ნამდვილი ქართველი. ეს ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობა არის. ბევრ უპირატესობათაგან რომელიც გვაქვს და ბევრ ნაცგან ერთად რომელიც გვაქვს. ერთი სიტყვით პოლიტიკოსებს თურმე გონიათ რომ ადამიანის გაზრდა შეიძლება. არიან მწერლები რომელთაც ასე გონიათ. არიან მასწავლებლები რომელთაც ასე გონიათ. მამარდაშვილის ასე არ ეგონა. და აქ იწყება მთავარი განსხვავება პოლიტიკასა და ფილოსოფიას, პოლიტიკურ პრაქტიკასა და იმას შორის ასაც მამარდაშვილები. მამარდაშვილის გონია რომ ადამიანი არის განვითარების სუბიექტი. თელი ამბავი არის ობიექტია თუ სუბიექტია, განათლებისა თუ განვითარებისა. ეს ორი და ძალიან განასხვავება. და ეს განსხვავება არის ასე. შენ ადამიანს ვერ გაზრდი ვარიანტი არა, ვინც გინდა იყავი, გინდა იყავი არისტოტელი. ვერ გაზრდი ალექსანდრე მაკედონელს. აბა არისტოტელეს რა აზრია? კაი მასწავლებლებს რა აზრია? თუ ვერაფერს ვერ შვებოდა. ახ, ის აზრია, რომ მან შეიძლება შეუძლია იმ ადამიანში რაღაცის გაჩენას. ამ რაღაცას მამარდაშვილმა დაარქვა სპეციალური ტერმინი, თან არა ფილოსოფიური, არამედ ჩვენთვის გასაგები ენაზე, მან დაარქვა თვისებათა ეკვივალენტი. აი რა, აქ არის ასეთი ამბავი. ის იხსენებს ძალიან საინტერესო ამბავს, რომ პლუს ყავდა პლუსის პერსონაჟი, მარსელს ყავდა დებიები, ორი, და დებიას ყავდა დები. და ეს დები იყვნენ ძველი ქალები რო არის, ყველაფერი რო იციან. მამარდაშვილი ამბობს მაგონებს ქართულ არისტოკრატიას ქართველი სოფლის მასწავლებელი წარმოიდგინეო, ჩვენ წლას წარმოვიდგინე. ეგრეთ წოდებული დვოიკით და რამეჭრელი უნდა ეცოს. ჩვენი სოფლის მასწავლებელი, რომელიც გონია რომ ამან რა უნდა თქვას, მე დაჭდები და რაღაცას ისე იტყვის, რომ გაგიხარდეს. რომლებიც ინახავენ ცოდნას. ამ ცოდნას გადაცემენ. აი ესეთი მოხუცი ქალები არიან, რომელთაც გონიათ რომ ბავშვი რომ სწორად გაზარდონ, ამისთვის საჭიროა ამ ბავშვს მიანიჭონ მისცენ კარგი წიგნები. და საერთოდ გარშემოარტყან კარგი ნახატები, წიგნები და სხვა. და მათ გონიათ რომ კარგი ეს არის ისეთი რამ, რომელიც უნდა დაინახო. წიგნი რომ კარგია, შენ თუ ხედავ, იმიტომ რომ უნდა დაინახო კიდევაც. ადამიანი რომ კარგია, ხედავს ყველა ვინც ამას უყურებს. მათ გონიათ რომ ვინც ხედავს, ის უნდა ხედავდეს კიდეც. აქო უიანო ისინი ამბობს ჯერ პლუსკი და მე მამარდაშვილი. ცდებიან ისინი. ადამიანი ვერ დაინახავს იმას, რაც მატერიალური არ არის. თვისებას ვერ დაინახავ. არამედ თვისებას დაინახავ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენ სულში გაზრდი შენი გადაწყვეტილებით, შენი რისკით, შენი შეცდომის შიშით და სხვა, შენი სულიერი შინაგანი აქტით გაზრდი ამ თვისების ეკვივალენტს. თუ შენ კარგი რა არის იმას შენში გაზრდი, აი მე კარგს დაინახავ, რომ კარგია. თუ შენ გემოვნება გაქვს, შენ იტყვი, რომ მარსელ პრუსტი კარგი მწერალია. და თუ გემოვნება არ გაქვს, და მით უმეტეს წაკითხული არ გაქვს, იტყვი, რომ სულელია და რამხელა. გასაგებია ყველაფერი. ჯერ კიდევ ფროიდმა აღმოაჩინა, რომ ადამიანს რაც არ უყვარს, ის არ იცის. სინამდვილეში არ ცოდნა იმალება სიტყვებით არ მიყვარს, მე არ მიყვარს. ფოლკნერი ნიშნავს მე არ ვიცნობ, ფოლკნერი არ წამიკითხა. აბა თუ წაიკითხავ და არ გიყვარს, მაშინ საზოგადოებაში გამოსაჩენი თავი არ ქონია, იმიტომ რომ გასაგებია რომ გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ როგორ დაობენ სინამდვილეში ერთადერთი რაზე ჩვენ დავის უფლება გვაქვს, ესაა გემოვნება. ამიტომ პრობლემურია, მე რო ვთქვი რომ ბარათაშვილი ვიღაცას არ მოწონს, ისინი კაცრად მიმაჩნევენ, ის იდიოტია, მაპატიებს, მაგრამ მე რო ასე არ მიმაჩნდეს, როგორ გავხედავ ბარათაშვილზე ლაპარაკს.
არა, ასე აქვს ჩემს იკვალოს, თუ მგონია რომ მე მიყვარ, შენ არ მიყვარს და მოდი შევთანხმდეთ ახლა. ბატონ ნიკო მელიქაძეს ჰქონდა ძალიან სერიოზული დაკვირვებები, აი რომ დაიწყო თავისუფლება და პერესტროიკა და მოხდა ასე ვთქვათ ეგრეთწოდებული ჭეშმარიტების არათუ დევალვაცია, უფრო პრივატიზაცია. და ვიღაცამ თქვა 2x2 4, მაგრამ მე მიმაჩნია რომ 5-ია. ეს პრობლემა იყო, ბაცო, შენ თუ მე თავისუფლება აქვს და რასაც მინდა იმას ვიტყვი და აი მე მიმაჩნია რომ 5-ია და საბჭოთა კავშირმა ჯერ იძახა 2x2 10-იაო და მე როცა უნდა სიმართლე ეთქვა, პირდაპირ 4 ვერ თქვეს და მე თქვეს არა 10 არა, მაგრამ 9, 8, 7 ასე მოდიოდა. აი ასე მაგალითად გადაღებული ფილმი მონანიება. იქ ნათქვამია რომ 2x2 არ არის 10, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ 9. იქ ნათქვამია მთავარი ტყუილი. კომუნისტები თავის თავში იპოვიან ძალას და გააუმჯობესებენ ქვეყანას. ისთვისაც იყო გადაღებული გასაგები, აბა რატომ შეუკვეთა შევარდნაძემ და რატომ ჩამოუტანა კინოფილმი. თვითონაც შეიძლება რეჟისორიც ასე ფიქრობდა, მე არ ვიცი. მე ვიცი ერთი რამ, მე გამოვედი ციხიდან, ჩემთვის ყველა კინო, ყველა ნაყინი, ყველა ადამიანი იყო დღესასწაული. შევედი და უყურე იმ ფილმს, რომელიც მე უნდა მენახა, მე მგონია, იმიტომ რომ რაღაცა გამოცდილება მქონდა 1085 დღე ვიჯექი გუმარში. თან ბოლო ვარ რა, შემიძლია დავადასტურო რა, როგორ და რაღაცას ველოდებოდი ამ ფილმისგან რა ვნახე. ტყუილი, ნახევარი სიმართლე. კუბიკ რუბიკა. კოტე მარჯანიშვილის, კოტე მარჯანიშვილი კარგად იყოს, მაგრამ თეატრის ხატი. კოტე მახარაძის შესრულებით უცნაური სახეები, არასათანადო კოსტიუმები და რაღაც განსხვავების ის სურვილი, რომელიც ძირითადად არის შიში. ლევან, უკაცრავად გახსოვს შენ იგივეს ამბობდი მიხალკოვის ფილმზე. სონცე რა ქვია? უდამლეონი სონცე. ლადესეც არ არის, მონადირება ძლიერი სურათი. ხო, მე არ დავობ სიძლიერეზე. მე დავობ სიმართლეზე. ეს სხვადასხვა რამ არის. იქ არ ითქვა სიმართლე. ნება მე გეტყვით რა არის სიმართლე გულაგზე. სინამდვილე რა არის და მონანიებაში რა არისო. და რა იყო. მონები ვერ გამოიცნო ჩვენი მომავალი. ჩვენ ახალგაზრდობა თავი არ მოიკლა. მონანიება სტარი აქცენტია. სტარი აქცენტია. რომ მომავალი არ არის თუ კომუნისტი არ მოინანიებს. კომუნისტების მონანიება ჩვენ ვერ ვეღირსებით ვერასოდეს. ისე როგორც ჩვენ ვერ ვეღირსებთ უსწრებს თემას ნაციონალური მოძრაობის მონანიებას. ჩვენ ამას ვერ ვეღირსებთ. და ნებამბოძეთ ამაზე შევხედები ახლა ერთი წამიმატლია მათ მისასვლელად. ბოლო ის შტრიხი უნდა დავამთავრო მამარდაშვილის აზრი როგორ მთავრდება მართლა. მან თქვა პოლიტიკოსებს გონიათ რომ ადამიანს აღდა შეუძლია, ამიტომ კლდეებზე, სახლებზე ყველგან დიდი ასოები დაწერენ ყველაზე უფრო ძნულ გამონათქვამებს. პოლიტიკურ და საერთოდ აქ საჭიროა. არასდროს რელიგიური მოღვაწეები პოლიტიკოსები არიან ამ თვალსაზრისით. ვისაც საქონელი აქვს გასაყიდი მოკლედ თავისი, ყველას აქვს ეს აზრი, რომ უნდა დაგვიწევოს. მიდიხარ მანქანით, იმედავ წარწერას. ამერიკელებმა გამოითვალეს, რომ ერთ-ერთ პირველ ადგილზე არის ავარიების რისკი რეკლამების გამო. თუ წერია რაღაცა და ეთქულო. და ის ყველა ეს რეკლამა არის პოლიტიკა, მოგეხსენებათ სხვადასხვა სახით. ძირითადად არის იყიდე ჩემი პროდუქტი, ხმა მომეცი, აი ეს საპონი ჯობია იმ საპონს და ჩემი. ძირითადად ეს ღმერთი ჯობია იმ ღმერთს და ბევრი სხვა რამ არის, მაგრამ ძირითადი იდეა პოლიტიკოსების არის, რომ ამას ყველაფერს შეუძლია ადამიანი გაზარდოს. მათ ცუდი კი არ უნდა, მარტო ხმა კი არ უნდა. უნდა რომ გაიზარდოს, მაგრამ ჩემი ამორჩეველი უნდა გაზრდილი იყოს. ამიტომ მე მას რაღაცა უნდა გავუკეთო. აი ეს ამთავარი აზრი. უნდა გავუკეთო. ბატონი უგულავა რომ გამოდის და ამბობს, მე ხო სახში არ წამიღია, მე ხო ხალხს და ისინი რა ნაცმოძრაობის კოორდინატორი და ხალხის ნაწილი არ არის, მე ხალხი დავასაქმე. საქმეზე ცოტა თავისებური წარმოდგენა ის ხალხი ცოტა ამუშაობდა. ყოველ შემთხვევაში მიმართულებით რაშიც ხელფასი იღებდა, მაგრამ ხედავთ ის ამბობს ზუსტად იმას, ის ზრდიდა ხალხს.
კდებავდა მას უსუხდით. ეს არ გონია ცუდი. კანონები, რომელიც ჩვენ ბოლო ხანებში მივიდეთ, ამბობდა, რომ ხალხი იყიდება. მიხეილ სააკაშვილმა გუშინ არა, მაგრამ გუშინ წინ თქვა, გუშინ აღარ გაიმეორა, გუშინ პირიქით ამ ადგილში უკან დაიხია. გუშინ წინ თქვა, რომ თურმე შეიძლება რომელიღაც ქვეყანამ რუსეთმა დააფინანსოს სადღაც არჩევნები და გამარჯვებულმა მერე გითხრას, რომ პატრიოტებო გაიწიეთ ჩვენ ახალად მოვედით. რუსეთი გაგდებული კარებიდან შემოდის პანჯრიდან. და შემოსვლა არის, რა თქმა უნდა, დღევანდელი ხელისუფლება ამას გულისხმობს. მე ისიც თქვამი და ხდებით კარგად. საერთო მანკიერება პოლიტიკის არის წარმოდგენა, რომ ზემოდან ქვემოთ გაზრდის ადამიანებს. ამან წარმოშვა ის საშინელებები, რაზეც იყო აქ ლაპარაკი. გერმანული ნაციონალ-სოციალიზმი, საბჭოთა ბოლშევიზმი, ერთხელ რუსებმა მოკლედ დაახასიათეს აფხანაგის სტალინის აზროვნება, ძალიან მოკლედ. ცნობილი გამოთქვაა каждому свое. და რუსებმა თქვა სტალინმა თქვა каждому моё. каждому моё არის ზუსტად ის, რასაც ებრძოდა მამარდაშვილი. მამარდაშვილი ამბობს, შენ ადამიანს ვერ ჩაუნებდა, ვერ ძნეობას, ვერ მაშკაცობას, ვერ სიკეთეს, ვერ ის მასში უნდა დაიბადოს ამის ეკვივალენტები. და ეს ერთხელ კი არ აკეთებს კაცი არჩევანს, რომ აი მე მინდა კარგი გავხდე და შიგნით გავიხე შინაგანი არჩევანი გადაწყვეტილი. არა, ამას ბევრჯერ აკეთებს. ამიტომ შეადარა მათემატიკასაც ერთხელ შემოგაქვს სიმბოლო და ამბობ, რომ აი ეს სიმბოლო აღნიშნავს უსასრულობას. აი ეს არის. ეს სიმბოლო აღნიშნავს ამას. ის მნიშვნელობა ამდენია და სხვა თანხმობა შენში ასე არ არის. შენ ბევრჯერ იღებ გადაწყვეტილებას, მეცაც შენ იცვლი გადაწყვეტილებას, შენ ხმა მიეცი ნაციონალურ მოძრაობას, შენ ხმას არ აძლევ ნაციონალურ მოძრაობას და გეუბნები აბა შენ რომ მიეცი და ამაშია საქმე, რომ ადამიანი აკეთებს ხოლმე შინაგან გადაწყვეტილებას და იცლება. მე რომ მეუბნებოდნენ ახალგაზრდა რომ ვიყავი, არა უშავ. ვიყავი დოსტოევსკის ფან-კლუბიდან. დაბერდები აღიარებ ტოლსტოის უპირატესობას. მე ვეუბნე რასისტულები. ეხლა ვარ სწორედ დაბერების პროცესში. რაღაცა ჯანით. ტოლსტოისკენ რაღაცა მეკაჩებს. რაღაცა მისი ოსტატობა უმწვს. და ის ამბავი რომ ისტერიული ქალები მაშპოთებს უკვე დოსტოევსკის რო კითხულობ. მაშპოთებს თვალსაჩინოთაც რომ ვიღაცა სიმართლე ხო არ მითხრა როგორ არ დაუჯერე. არასოდეს არ გამოიწვება ასე ის პერსონალური ამბავია. ახალგაზრდა ვიყავი და გავაკეთე მაბოდებდა ახლა როგორც ყველა ახალგაზრდას უნდა აბოდებდეს ჩემი აზრით ასეთი ოსტატობა, ასეთი ამბები და სხვა. და ბიძამ ყავდა რომელიც არ ფილოტი იყო არაფერი. შეიძლება იყოს დღევანდელი პატარა მაფიოზი იყო, პატარა ქალაქის გვირგვინო მეფე იყო და პოეზია უყვარდა. და კითხა, თაწმინდის თქვარე ჯობია თუ შემოღამებამ თაწმინდაზე. ნუ ხედავ რა შედარება, კი ერქვა ძალიან პოეტური სახელი ბიძაჩემს, შოთა ერქვა. არა ჩავთვალე, რა ზერა რა ლაპარაკობ, რა შედარება. გალაქტიონი შედევრი, ჩემი აზრი, მაშინდელი აზრი, ჯობდა თან ბევრად. დიდი დრო რო გამოხდა, თან დავფიქრდი, რომ ბიძაჩემს აპლაუზზე წავედი. გაიცოდა მაგან ერთი აზრი. რაღაცა ცოდნია, იმიტომ რომ საქმეის არის რომ იმას ყველაფერს გეცვლებიან. შინაგანი არჩევანი გეცვლება. ეს ბუნებრივია, ნორმალურია. მე უკვე იმასაკში ვარ, როცა რამდენჯერმე გამომეცვალა კრებითი ჩვევები მაგალითად. და ახლა კიდე ისეთ სიტუაციაში ვარ, კრებითია საერთო ჩვევები მეცვლა. და იბედნიერესი კაცი ვარ, სწორედ მაგის გამო, რომ რაღაცა თავისუფლებასთან პერსონალური ზიარება. შესაბამისად მივაყედი იმ საქმეს, რომელიც თავარი უნდა ვთქვა. გახან მამარდაშვილს მიაჩნდა, რომ პოლიტიკოსები კედლებზე აწერენ მაგალითად ასეთ სიტყვებს: Ein Volk, ein Reich, ein Führer. ერთი ხალხი, ერთი იმპერია, ერთი ლიდერი. შესანიშნავი დევიზია, ნახეთ როგორ ნელ-ნელა ვიწროვდება. Folki ბევრია, ავსტრიელებიც იგულისხმება, რაიხი ერთია, ავსტრიელებიც იგულისხმება, ყველანი გერმანულად ლაპარაკობს და ვინც არ ლაპარაკობს. და ფიურერიც ერთია.
ნახეთ, რა კარგი პოლიტიკა და გზრდის. გონია რომ შენ ამას და ახალგაზრდები ამას ღეროდნენ YouTube-ზე შეგიძლიათ ნახოთ სხვა შორის მილიონი ვერსია გადაღებული რომ მომღერიან საერთო ენთუზიაზმი. ძველი ახალგაზრდები, ახალი ახალგაზრდები. მეტად ასევე შეჯერათ რომ ერთი ხალხი, ერთი გაიხი, ერთი ფიურერი. თუ იმას უნახავს ქართული დოკუმენტური ფილმი ლიდერი ყოველთვის მართალია. იმას ეცოდინება რომ ეს ის გერმანული დევიზი კი არ არის. ეს დევიზი უკვდავია. აი უწყინარი ფილმია გადაღებული ოქროსავით უწყინარი ჟურნალისტი კარის მიერ. რა თქმა უნდა, ვისაც უღებდა იმათ ეგონათ, რომ ნაციონალური მოძრაობა ზეცუდგავს ეს კარი, ისე თამაშობენ ასრულები და ვერც კი მიხვდნენ, რომ კუბოზე დასაჭერებელი მუსმანი გაუმზადა. პოლიტიკურ კუბოზე. იმიტომ რომ ლიდერი ყოველთვის მართალია, ერთ-ერთი საშინელი ნიშანია იმისა, თუ რაში ვიცხოვეთ. ეს არის ეგრეთ წოდებულ პატრიოტულ ლანაკებს. ძალიან კარგი უნდა ნახოთ. ერთი სიტყვით, პოლიტიკოსების კრიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ მათ გონიათ, რომ ხალხის გამოცვლა, აღზრდა და ასე შემდეგ შეუძლიათ, ამიტომ ისინი იღებენ შესაბამის კანონებს, რომლის მიხედვით ეს შესაძლებლობები არის მოცემული. მაგალითად, საბჭოთა კავშირმა გამოაცხადა გეგმა შეექმნა ახალი ისტორიული ერთობა საბჭოთა ხალხი. საბჭოთა ეთნოსი, გასმალობად. საბჭოთა ნაციაც არის. და რაღაცა წარმატებას მიაღწიეს, რომ საბჭოთა მენტალიტეტი შექმნეს. ამ საბჭოთა მენტალიტეტს რამდენჯერ მივდეთ, სულ ქართული აღმოჩნდა რა. ყველაფერი, რაც საბჭოთა გონიანე, სინამდვილეში არის ქართული და ძველ დროშიც ყოფილა. ანუ 70 წელი არა ალბათ საკმარისი რომ მენტალურად შეცვალოს, მაგრამ მონაგაგხადოს საკმარისი ერთი პირველი წუთი. როცა იტყვი რომ მონახარ, ის წუთი საკმარისია რომ მონაიყო. მამადაშვილმა ამაზე ილაპარაკა. შესაბამისად, აი თუ ამ სიბრძნეს რომ პოლიტიკოსები ცდებიან იმაში სწორედ რომ გონიათ რომ ხალხის გაზრდა შეიძლება, ხალხის გაზრდა არ შეიძლება, მაგრამ ადამიანმა თავის თავში შეიძლება თვითონ შექმნას ეკვივალენტი იმისა, რასაც უნდა მიესწრაფოდეს. აი ამას თუ გავითვალისწინებთ იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს გვაქვს. ნაციონალური მოძრაობა, რომელიც არის ხელისუფლებაში ალაგ-ალაგ და ქართული ოცნება, რომელიც არის ხელისუფლებაში და მზარდად. და უკვე არა ალაგ-ალაგ, არამედ პერსიკიდებს სწორად. თქვენ იცით, რომ კოჰაბიტაცია პოლიტიკური ტერმინი ეხება მარტო ეგრეთ წოდებულ ნახევრად საპრეზიდენტო სისტემებს. ამერიკაში კოჰაბიტაცია არ არის. ისინი იმ შემთხვევას და ახლა ვერიხსნით განსხვავებას, რთული არ არის, იმ შემთხვევას, როდესაც პრეზიდენტი ერთი პარტიიდანაა და კონგრესში მეორე პარტიას აქვს უპირატესობა, თუნდაც ორივეში კონგრესში, სენატშიც და წარმომადგენლობის პალატაში, ამ სისტემას ისინი გაყოფილ ხელისუფლებას ეძახიან და არა კოჰაბიტაციას. რატო? იმიტომ კოჰაბიტაცია არა გაყოფა სხვადასხვა შტოს შორის, არამედ გაყოფა ერთ შტოში. ჩვენთან კოჰაბიტაცია ნახევრად საპრეზიდენტო სისტემებში ხდება იმიტომ, რომ გაყოფილია ერთი აღმასრულებელი შტო. და ის შტო რომ არის გაყოფილი, თურმე გაცილეს რომ ბუნებრივად არ უნდა იყოს გაყოფილი. ჩვენ მონტესკიემ დაგვიბარა, რასაც ჩვენ კარგად გავიგეთ, რა უნდა გავყოთ. და მე შიგნით გაყავით თუ არ უთქვამს. მაგრამ მოხდა ასე, პირველად მოხდა საფრანგეთში, სამი შემთხვევა ჰქონდათ ფრანგეთს. პირველი მიტერანი და შირაკი, მეორე მიტერანი და ბალაგიური, როცა პრეზიდენტი ერთი პარტიიდან იყო და ის პრემიერი მეორე პარტიიდან და პრეზიდენტი ვალდებული იყო და იძულებული მოწინააღმდეგე პარტიის ლიდერი წარმომადგენელი დაესახელიდა პრემიერ-მინისტრს და ბოლოს იყო სულ ბოლოს იყო უკვე შირაკი ჟოსტენი, როცა სოციალისტი ყავდა და როგორ მოიხსნენ ფრანგები. ფრანგები ასე მოიხსნენ, რომ კოჰაბიტაცია მათთან შედგა მეტნაკლებად, იმიტომ რომ ორივე მხარემ ბუნებრივობაზე უარი თქვა, რომ ეს მე მეკუთვნის და ჩემია და იმ ცირკზე, რომელიც დღეს მოაწყო მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც
დაჯდა ელექტრომობილის საჭესთან და დაცვის გარეშე გამოცხადდა პარლამენტში. დღეს? ერთ იმშვენებდა დაცვის გარეშე. აეროპორტში. იქით აქით მიყვებოდა 500 პოლიციელი, ხო იცით, და დაბინავდა შეუმფრენი. ახლა გასაგებია ჩვენ არ დავიტოვებია დაცვის გარეშე, მაგრამ თვითონ ხომ ამას აკეთებ. ნერის თქმანდა, ფრანგეთს ეყოთ კულტურა. და რა კულტურა იყოს? მიტერანი წავიდა და თქვა, მე ვიქნები საფრანგეთის სახე საერთაშორისო არენაზე. და საშინაო საქმეებს მიხედე შენ. შიდაკმა საშინაო საქმეებს მიხედა მიტერანმა საგარეოს და ის პერიოდი საფრანგეთის ისტორიაში ტრაგიკული უცვლად არ ჩაწერია. მაგრამ ეს საფრანგეთშიც კი ბალადიუსსა და მიტერანს შორის უკვე დაიბზარდა ვითარება, ხოლო შირაკსა და ჟოსპენს შორის დაახლოებით იქამდე მივიდა, სადაც ჩვენ ვიყავით რაღაცა სიწყნარე იყო სრული. არა, მივიდა იქამდე დაპირისპირების დროს ნოემბერსაც ვიყავთ, არა, აქამდე არა ახლა სადაც. ნოემბერში რო პრეზიდენტი თანხდება, ასახელებს და სხვა, მაგრამ თავი პირველი პირი გონი. ანუ ერევა ქვეყნის საქმეში. და შირაკი ვინაიდან გაცილებით უფრო ძლიერი აღმოჩნდა ჟოსპენზე პერსონალურად. ჩაერია ფრანგულ ამბებში. ანუ შიდა ამბებში ჩაერია და იმან დაუწყო. ის მერე პარტიამ გამამძღა და მთელი ამბებია. მაგრამ მაინც ფრანგული ასაა შედევრი. სხვაგან, მარტო ორი სიტყვა, სხვაგან რა მოხდა. შრი-ლანკაში ორივეს ირჩევენ, პრეზიდენტსაც და პრემიერსაც. სულ ომია, ამ სიტყვის პირდად ნიშნავს, ესლიან, ხოცავენ ერთმანეთს. ეს ერთი მაგალითი. რუმინეთი, ევროკავშირის წევრი ქვეყანა. შარშა 2012 წელს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც კინაღამ მივიდა სამოქალაქო ომამდე. და სულ ახლოს უკრაინა, სადაც კოჰაბიტაცია იყო, ტერმინი არ იყო. ჩვენამდე არ მოახსია, შეიძლება იქ თქვეს უკრაინელებმა, მე არ ვიცი, მე არ გამიგონია. ჩვენთან არ თქვა. როდესაც იუშენკოს მოუწია იანუკოვიჩის პრემიერად დანიშნა. და რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა ისე გაგრძელდა, რომ შემდგომში იანუკოვიჩმა ყველაფერს მიაღწია. მან დროში და გაიძლიერა თავი, გააძლიერა თავისი პარტია და შემდეგში რა თქმა როგორც. ანუ იმის თქვა მინდა, რომ საფრანგეთი გამონაკლისი. რას გვეთყოდა მამარდაშვილი? რა უყავით რაციონალ ჩვენსკენ რო ყოფილი. ცოტა გამიჭირდება წარმოვიდგინო ის კაცი, რომელმაც თქვა, რომ თუ ქართველი ხალხი ძველ განსახურდია საერთოდ მეწავა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ვერ წარმოვიდგენია იგი მიხეილ სააკაშვილის გვერდით იმ დროსაც კი, როცა მე ვიდექი მიხეილ სააკაშვილის გვერდით და სხვაებიც მიხეილ სააკაშვილი, იმ მომენტშიც კი ვერ წარმოვიდგენია, იმიტომ რომ არასოდეს არ იყო საიდუმლო რომ იქ ლიბერალიზმის და ადამიანის და შინაგანი არჩევანის სუნიც არის. მიხეილ სააკაშვილი გუშინ აპარაკობდა, რომ აი ამ საკითხში მე რაღაც გამეგება. აი იმ საკითხშიც გაეგება, რომ საკითხი არ დარჩა, რომელშიც არ გაეგება. და ითქვა ტექსტი, გუშინდელი არის ფანტასტიკური, რომელიც მე მაგონებს დაახლოებით პოლიტეკონომიას არა, პოლიტეკონომიის საკითხვა შეიძლება. მეცნიერული კომუნიზმის სახელმძღვანელოს, რომელსაც ვაბარებდით, კითხულობდით. რაღაცას მივიხობდით, დავდიოდი და ვირაჯდა ჩვენმა ლექტორმა ასევე არაფერი არ იცოდნენ. რაღაცას ლაპარაკობდით სიტყვებს, ერთმანეთს ვაჯიშებდით და რაღაცას ვახცენდით. შეუძლებელია აუხსნელი რამ იყო, რასაც ბატონი მიხეილ გუშინ ველაპარაკებოდა, იმის განმარტება ძნელია. თუმცა ერთი რომ ორიდან გამოჩნდა, რომ მოლაპარაკებაზე წავალ, ის თუ არ მოდის ჩემთან, მე მივალ მასთან, მუხამედი და ტელეამბები. არის სიმაღლეს ხას უსვამდა და სადილზე დაპატიჟებს. დაპატიჟებს, ალბათ. მე დამშეშტაბეჭდება, რომ კოჰაბიტაცია ჩაიშალა, მაგრამ ჩემ პირადი. ახლა მინდა გითხრათ, მამარდაშვილი რას გვირჩევდა. ჩაშლაზე რა მოგახსენოთ, ისე კოჰაბიტაცია ვერ ჩაიშლება. არა, ორდიანი ვარ და არა. ორ დღეში არაფერი არ მოხდება. თქვენ ხო იცით რომ ჩვენ ორი თავი გვაქვს, ხუთი პირი გვაქვს. ისიც ის სამეზე პარლამენტის თავმჯდომარეობა სამედის მერე ხუთი არაფერი არ მოხდება. პირადი პრეზიდენტის ამბავია. არა პრობლემა, ჩემი აზრით, მე მგონი რომ
ამ შემთხვევაში არანაირი პრესტიჟი არ დაეცემა, იმიტომ პირველივე დღეს სააკაშვილის პასუხი ჩვენთვის სრულიად მისაღები იყო მათ პრესტიჟის პროცესს. მან თქვა, თქვენი უმრავლესობით კი არა, 50 კაცით უყაროთ კინჭი იმას, ასე რომ მაგ არაფერი არ გაჩერდა. ახლა რაც შეეხება რას გვირჩევდა მამარდაშვილი. მამარდაშვილმა თქვა, რომ სიკვდილი არ დგება მერით, სიკვდილი არის აქ და ახლა. მამარდაშვილი უწოდებდა სიცოცხლის ნარჩენას. პოლიტიკაში ის კოჰაბიტაციის მხარე, ის ხელისუფლება კი არა, ის ხელისუფლების ნარჩენია. ანუ ის არის მკვდარი ხელისუფლება, მაგრამ ცოცხალივით იქცევა. ჩვენ ახლა დღევანდელი ხალხი ვართ, ზომბების მეტი რა გვინახავს ენაცვალე ამერიკულ კინოს ძალიან განვაცნობიერეს იმაში Walking Dead და ყველანაირი მტრები დადიან და არაფერი პრობლემა არ არის. ურჩხული ძალიან დიდია. და როდესაც თავი მოკვდება, სანამ ეს ინფორმაცია გადაეცემა სხვა სფეროებს, მანამდე შეიძლება კუდი. როგორც წესი, კუდიდან თუ კვდება, თავი ბოლომდე ლაპარაკობს. სხვათა შორის იმ საშინელ ნაშრომში, რომელშიც კამიუ იყო სიკვდილით დაჟის წინააღმდეგ აღწერილია შემთხვევები, მოჭრილი თავი რომ ლაპარაკობს, ეს ნამდვილი ამბავია. და სამწუხაროდ YouTube-ში იყო და მე გააკრეს ლაგუბაღმეთ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა, როდესაც ტალიბანის მიერ მოყვეთილმა თავმა ორი სიტყვა თქვა. ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა, ის მოძრაობა, ის პოლიტიკური ძალა არის დარჩენილი. და მე ნამდვილად გულშემატკივრობ თეორიაში ისეთ ქვეყანას, როცა არ მოხდება ის ძალა და არ ჩაყვება პოლიტიკურ საფლავში ვიღაცას. მაგრამ მე ეთქობა ფოცნები ამ ქვეყანაზე ეს მერე იქნება. ეს ხელისუფლება როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ეს პარტია გაკრება როგორც კი თუ მას ხელისუფლების ელემენტი არ ექნა, თუ ქუთაისი არ ექნა, თუ თბილისის მერი არ ექნა, თუ ერთი-ორი საკრებულო არ ექნა, თუ ერთი-ორი ელჩი, რომელიც ჯიუტად ისე იგი აგრძელებს ძველ უსინდისობას არ ექნა, ის თურმე არაფერი არ არის. ამის მაგალითი შესანიშნავი ჩვენ გვაქვს ამაგათად სასამართლო ხელისუფლებაში, რომელიც ჩვენ გვეგონა, რომ უსინდისოები არიან და სახელმწიფოს ემორჩილებიან. ან რუსთავი გაიგო რა და გაცნობით უარესად ყოფილა სახელმწიფოს კი არა, პარტიას ემორჩილებიან. ანუ ერთ კაცს, ანუ მონები არიან. უსინდისოები კი არა, მონები არიან, რაც უარესად გაცნობს. უსინდისობა მონობას მოგონ ყველაფერი გქონდა. მამარდაშვილი ჩვენ გვეთყო და იცხოვრეთ მათთან ერთად. გადაამუშავეთ ეს ნარჩენი. გახსოვდეთ, რომ თქვენც მოკვდებით და გახსოვდეთ, რომ სიცოცხლე და სიკვდილი გადაჯაჭვულია. ანუ სწორედ მამარდაშვილი გვეთყო და შეიძლება იმიტომაც, რომ ფრანგულ სამყაროში მას სიტყვა ეთქვება, შეიძლება იმიტომ, რომ ასე კარგად იცოდა. და შეიძლება იმიტომაც, რომ პრუსტის კითხვები იყო. ის რა გვეთყოდა, იცით? გახსოვთ, მან გაამართლა პრუსტის ერთი უცნაურობა. პრუსტმა ალბერტა აღწერა. და ყველამ იცის, რომ ალბერტა არ არსებობდა რეალურ ცხოვრებაში. რეალურ ცხოვრებაში არსებობდა ალბერტი, პრუსტის მდივანი. რომელიც მას უყვარდა. პრუსტი იყო ჰომოსექსუალისტი. მაგრამ პრუსტი შეშფოთდა იმის გამო, რომ ვინმე არ იფიქროს, რომ იგი წვრილად ლაპარაკობს სიყვარულზე, ამ სახის სიყვარულზე, ან იმ სახის სიყვარულზე. ამიტომ ძალიან თამამად შეცვალა კაცის სახე, ქალის სახე, თან რა ქალური ქალის სახე. არაფერი ალბერტაში თავარი გვითხრა, რომ იქ ორი რამა, ტყვეობა და გაქცევა. ტყვეობა და დევნილობა. ორი რამ ალბერტასთვის. ორი რამ ალბერტისთვის, ორივე უცნაურად და ცუდად მოკვდა და ზუსტად ისე აღწერა სიკვდილი როგორც თვითონ პრუსტს ისეთი დაავადება ჭირდა, რასაც ხაზი გაუსვა მამარდაშვილმა, ესეთი დაკვირვებული კაცი, როცა რაღაცა უყვარდა ძალიან გულდასვით. ეს მე მინდა ახალგაზრდებმა იცოდნენ, რომ სიყვარული მისთვის არ იყო ის, რაც მან სხვებისთვის აღწერა, მან სხვებისთვის თქვა, რომ ესენიო სიყვარული ამათთვის არის, რომ უნდა მოკლა ის მის სიყვარს. სიყვარული ხო ეგ არის.
ძირითადად ჩვენ სოფლიო ლიტერატურაში ვკითხულობთ სიყვარულზე და სიყვარული არის რომ უნდა მოკლა. იდეალური სახე მედეა. იდეალური სახე ამ თვალსაზრისით ხანდახან ჩვენ ყოფით ადამიანებს გვიკვირს რატომ ამ მედეა ასეთი მაგარი სახე. რატო გახდა მარია კალასი პოპულარული მედეას არ არის ქერობინი ის ავტორი რომ მაგით ამხელათალი ხო მაგრამ მედეა ეს. იმიტომ რომ მან ზუსტად ის საშინელება რომელიც წარმოადგენა ჩვენ არ გვინდა აქცია ფორმულა და მამარდაშვილმა ეს ფორმულა იპოვა და თქვა ჩვენ კლავთ იმას ვინც გვიყვარს. ჩვენ ვის წინ წავიდა მან ნაბიჯი გადადგა პროვიდიდან. ჩვენ იმიტომ კი არ ვკლავთ რომ ძულს ჩვენ იმიტომ ვკლავთ რომ გვიყვარს. ანუ მისი ფორმულა ზუსტად ეს იქნებოდა. იყვარდეს მტერი შენი არის ძალიან რთული ფორმულა. მთელი მტერი ვერ გეყვარება. მთელი. იმ მომენტში როცა გმიტრობს ვერ გეყვარება. შენ შეიძლება მისი ნაწილი გიყვარდეს. და ნაწილი არის მთელი. შენ შეიძლება მტერში იპოვო საერთო. მაგალითად ძალიან ფილმი რომელიც მოეწონებოდა მამარდაშვილს ჩემი წარმომადგენლით რა თქმა უნდა. ფილმი არის ასეთი მოგეხსენებათ ისე ის ერთმა საშინელმა ცუდმა კაცმა სამქვეყანაში დაპატიმრებულმა მეოთხეში არ გადაცემულმა პედოფილიაში მხილებულმა და ასე შემდეგ გადაიღო. არის ასეთი რეჟისორი პოლანსკი. მან გადაიღო ფილმი პიანისტი. პიანისტში ნათქვამია რომ მუსიკის სიყვარულმა ეს ოფიცერში შინაგანი არჩევანი გააკეთა და იქ მოამზადა სიკეთის ეკვივალენტი. თქვენ მეტყვით ეს შეუძლებელია და მე გეტყვით მე მკითხეთ აი ამ კითხვაზე მაქვს პასუხი. გაკეთდეს იზოლატორში ნახე კეთილი ადამიანი. ჩეკისტი. ასე კაი ჩეკისტი. ოღონ თლიანობაში კაიგია და თავიდან ბოლომდე. საკითხში. იყვარდეს მტერი შენი ნიშნავს ეძებო ის ერთი ადგილი. ის მისასვლელი. იყვარდეს ნაციონალური მოძრაობა ძნელია. მაგრამ მამარდაშვილმა თქვა ფილოსოფია იწყება სიკვდილის ფილოსოფია და სიკვდილი ერთია თუ სიკვდილზე არ დაფიქრი ფილოსოფიაში რა გინდა და საერთოდ რა გინდა ამ დედამიწაზე ახლა ვინც მართლა იმისთვის ცხოვრობს რომ ჩამოშვა და დაიძინოს ისიც უნდა იცოდეს რომ ეს ზიდის სიკვდილის რეპეტიცია ძალიან სერიოზული მესიჯი რაც გვექნებოდა მამარდაშვილისგან არის შეძელით მაგათთან შეიძლება ზუსტად ამ სიტყვებით კოჰაბიტაცია და დაახჩვეთ სიყვარულით. უპოვეთ სასიყვარულო ადგილები, სუსტი ადგილები. რას ნიშნავს ეს? დაახჩვეთ მათ მოედანზე. რო არ წამეკითხა მამარდაშვილთან ბევრი ასეთი რამ, ასეთ თამამდა საერთოდ განცხადებას როგორ გავაკეთებდი, როცა მამარდაშვილი მინდა ჩემს გვერდით დავინახო როგორ ულეწავ წვიფით ვიღაცას, იმიტომ რომ მე მაქვს ასეთი სურვილები. ისე როგორ ძალიან ბევრ ჩვენგანს ჩვენ გვაქვს სურვილები, მათ შორის ესეთი გამანადგურებელი სურვილი თანატოს სტატური ჩვენში ძალიან სერიოზულად წარმოგვიდგენია ნახევარია. ჩემი აზრით მე შემიძლია მე კითხვებში ვამტკიცო ის ამას გვასწავლო. ჩემი აზრით ის აუცილებლად გვეთქოდა ამ სიტყვაზე და ამ მოვლენაზე. ეს არ დამთავრდება სხვანაირად. არ შეიძლება სხვანაირად დამთავრდეს. სამწუხაროდ ამას შედეგად მოყვება არა ის, რაც მათ უნდა. კოჰაბიტაციას საქართველოს შედეგად არ მოყვება ნაციონალური მოძრაობის როგორც პარტიის გადარჩენა. რაც არის საქართველოს ინტერესში, კი კარგი იქნებოდა ერთი ნახევარწუთმარი პარტია ყოლოდა მიწის ოპონირება. დღეს რა თქმა უნდა ჩვენ ხავს ოპოზიცია როგორც არავის აპოლია. ეგ არ თქვა იმენ რომ არ ვარგიან ისინი ოპოზიციაში ძალიან კარგები არიან ოპოზიციაში როცა პარლამენტში დავამიდის კომიტეტებში კვალიფიციური ყველაფერი წოდნე და სხვა მაგრამ რა ნაკლი აქვს ყველაფერში ოპოზიციაში არიან მის აზრებს რო ეთქვი უში რო ამბობდა დღეს თავის საკუთარ აზრებს უნდა დაუპირისპირდეს იმიტომ რომ ასე დაავალეს იმიტომ რომ ის მართლა ნარჩენია ის მართლა მკვდარია და მკვდარი ნიშნავს რომ ყველა სიცოცხლეს უნდა დაუპირისპირდეს და ბოლო განმარტება ისევ მამარდაშვილი და სიცოცხლე რა სიცოცხლე ეს არის მან თქვა უსტა ესეს ხა
მეო რო წავიკითხეო ესო პლუსთან. მეო აღთვალების გამო ხმა მოხდაო და მე შევხვიდე. წარმოიდგინეთ რომ მამადაშვილი არ იყო ისეთი კაცი რომ რაღაცა იონი შეგვირება ქონოდა. განმარტება ასეთია. სიცოცხლე არის ძალისხმევა დროში. თან მარტივია. ძალიან მარტივია. დრო არის ის, სადაც ძალა უნდა იხმარო, რომ ცხადი იყო. ეს არის განმარტება. და ჩვენ ძალისხმევა გჭირდება, როცა ცხადი იყოს, იმიტომ ნაციონალური მოძრაობა ეთაჩება თავისკენ. კოჰაბიტაცია არის ჩვენი შანსი. ჩვენი გადარჩენის შანსი. ხოლო ნაციონალური ძალისხმევაზეა. დიახ, და ეს სწორედ ძალისხმევით უნდა გაკეთდეს, იმით კი არა გულით. გულით ჩვენ ვიცით რაც გვინდა, რაც უთხრა კობამს, რატიანს. თორე ის გვინდა ალბათ გულით, მაგრამ რაც არ აღწარდეს, იგი ხმენ ნუსდევ წადილთა ნებასა, თქვა რუსთავებმა და მამადაშვილმა გვასწავლა, რომ ძალისხმევაა საჭირო. თუ ჩვენ მათ მოექცევით ისე, როგორც ისინი ჩვენ გვექცეოდნენ, ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს. არა როგორც პარტია, ყველა დაიხოცება, გაიმარჯვებს როგორც იდეა და ჩვენ ვიქნებით ახალი დრაკონი და თქვენ იქნებით ახალი მსხვერპლი. მერე ჩვენ ვიქნებით ახალი მსხვერპლი. ამიტომ გჭირდება ეს. მამარდაშვილიდან მე მგონი ეს გამომდინარეობს. მე ძალიან მინდოდა ახალგაზრდებზე მეთქვა ორი სიტყვა, მაგრამ არაფერი არ არის. ლევან, ასეთი ის არ აქვს. მაშინ ორ სიტყვას ვიტყვი. აქ მე ჩემი აზრი გითხარით. და მზადვარ დავიცვათ, საერთო აზრია ძალიან და არავინ ამყავს ასე ვთქვათ, მამადაშვილი სული აქ არ ტრიალებს, რომ თქვას 100-ია თუ არა, მაგრამ რატომღაც ასე მგონია, რომ ის ამას იტყოდა. და რა თქმა უნდა, ეს ძმები სათქმელი იქნებოდა. ეხლა რაც შეეხება მეორე ამბავს. ახალგაზრდებზე მინდა გითხრათ, რა თქმა უნდა, მამადაშვილს გააგვირგვებდა დღევანდელი ახალგაზრდა, რომ მამადაშვილს კი ჩვენ გვაგვირგვებს რა აქვს კარგი და რა აქვს ცუდი დღევანდელ ახალგაზრდას. კარგი აქვს ის, რომ ისინი გაცილებით უფრო თავდაჯერებულები არიან, ვიდრე ჩვენ ვიყავით. ჩვენ რას ვახვედრებთ, იცით? უმაღლეს სკოლაში მოდიან და ვახვედრებთ წარწერებს. ჩემს ბავშვობაში ტელევიზორს ერქვა წიგნები. ასე წარწერა არის მაგალითად ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში. ინგლისურ ენაზე. რა თქმა უნდა. რომ კათოლიკად ხო ვიცით, რომ რაც უნდა ეწეროს აწაი. ეს იგივე ამბავია. ეს ის რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ დიდი ასოები დაუწერ და მიხვდება, რომ ტელევიზორს კი არ უნდა უყუროს, არამედ წიგნები უნდა იკითხოს. ხო, არა, ეს ცოტა მოძველდა, თან ვიღაცას უსწრებს ტელევიზორი. ახლა ახალი გაჩნდა სხვა უმაღლეს სასწავლებელში და მე იქაც ვუყურებ წარწერებს. ჩემს სიჭაბუკეში Facebook-ს ერქვა მეზობლის გოგონა. და ამან მე ძალიან სერიოზულად დავაფიქრე. და მე გეტყვით, სად ვხედავ ეს წარწერა არის? ეს წარწერებია ასეთი. უმაღლეს სკოლაში. ერთი არის ჭიპაში, მეორეა კავკასიის უნივერსიტეტში. რა ინფორმაციას შეიცავს ისეთ, რომელიც რა თქმა უნდა მამადაშვილისთვის დიდი გამოწვევა იქნებოდა ინტერნეტი, Facebook-ი. დარწმუნებული არ Facebook-ზე იტყოდა რა თქმა უნდა. რა უკვე შეესწრო ინტერნეტი შეესწრო, მაგრამ Facebook-ს ვერ შეესწრებოდა, იმიტომ რომ ახალი მომდენა. რა არის Facebook-ი? მავნე მომდენა თავისი არსით, ჩემი აზრით ესაა ტრადიციული საზოგადოების შურისძიება. ტრადიციული საზოგადოება ბუდობს სწორედ Facebook-ში. რა გიგა Facebook? სადაც გეუბნებიან, რომ ერთი წესი არსებობს. ყველა ერთნაირად იცვავს. ბიჭებმა არ უნდა დააკენო ღილები შარდის ქვედაკოცზე. საბჭოთა დროში აგზაული იყო. ახლა არავინ არ აკეთებს ამას, მაგრამ მაშინ თისული ქონდა მიგვეკერებინა. თუმები დიდზე უნდა მოგვეშვა. რომ პროტესტი რაღაცა ინდივიდუუმი რო ყოფილიყო. Facebook-ი ამბობს, რომ სერვანტესი ქართულ მწერალს ესესხება და ერთი ვიგინდა და ორი ადამიანი. მათემატიკაო თქვა მამწერალმა ცუდი მეცნიერებაა, იმიტომ გამოდის რომ სერვანტესი და ვიღაცა, მაგრამ ორიო.
პოლიტიკაც ასეა, სერვანტესის ხმა და ვიღაცის ხმა არის ორი ხმა. ამ ვიღაცას არასდროს არ ვასახელებ, რომ ვინმე მწერალს არ ვაწყენინო შემთხვევით, რამე ისეთი გვარი არ თქვა. კიბროცაშვილი თქვი, ამას წინა და მწერალთა კავშირის შედეგი. ეწინა რომ ჩემ წერლობას მართლა ყოფილა. აი 600 წლიდან ახლა გასაგები. მინდა გითხრათ, რომ Facebook-ი გარკვეული ჯაჭვით ახალგაზრდული შვილის ძიებაცა. მასის შვილის ძიება ინდივიდი. მამარდაშვილი Facebook-ში რო ყოფილიყო, მას შეიკლავდნენ ხელში, როგორც შეკლულიყავთ ხელში იქ მთელი ჯგუფი არის, რომელიც დღემდე ამტკიცებს, რომ მამარდაშვილი მოსაკლავი იყო და კიდე კარგი რომ ქართველი არ იყო, მთელი ამბებია დღესაც. ხო, დაბლოკასაც შეეხება. მე ერთი გვერდი კაპიტალის მაგრამ. კი, დაბლოკასაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ ვიღაცებს რომ ბლოკავთ, მე გაინტერესებს აბა იმან რა თქვა და მე ისეთი ქალი ამყავს და ბლოკინგი რა სხვადასხვა როგორც ვერ ვასახელებ, მაგრამ ინიციალების შემიძლია ხიგ ძალიან სერიოზული ქალი. ერთ სიტყვით იმის თქვა მინდა რომ ეს არის ადგილი, სადაც ხელ დროში მოთხრობას დაწერდი მიიტანდი ჟურნალში გეტყოდნენ გენაცვალე, მოთხრობა არ ვარგა. ვერ დაგიბეჭდა. ახლა საბა.com-ში ერთის მხრივ, მეორეს მხრივ Amazon.com-ი გეუბნებიან. დაწერე და მე გადავიდა გამომცემლობა და რედაქტორი და გამოკიდე ძმაო. გაიყიდა ნახევარი შენ, ნახევარი მე. და იქ რა ხარისხია კონტენტი? ჩემი პრობლემა არ არის. თუ გინდა წერე სისულელე, თუ გინდა მოძაწერ სისულელე. თავისუფლება არის არა მარტო ლომებისთვის, არამედ მწერებისთვის. ანუ თავისუფლება არის ყველასთვის. და თავისუფლება არის, Facebook-ის თავისუფლება არის ორჯერული ხუთია, ჩემი აზრით. ასე მიმაჩნია. გრამატიკა აღარ არსებობს, ის არ არსებობს, ეს არ არსებობს. გარკვეული გაგებით. ეს არ მინდა ახლა რომ თელ ახალგაზრდობაზე გავაცნო, მაგრამ ის ნაკლი, რომელიც ახალგაზრდობასაც ამაშიც მდგომარეობს. როდესაც ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც იურისტის განათლება არ აქვს, ამბობს რომ მე მოსამართლე ვიქნები და ვერ ვიქნები, თუ რა და რა ვერ არიან, თუ რა. ახლა იმ გადაწყვეტილებების მიღებას ამას წინათ რომ მიიღო მოსამართლე პროკურატურა, მაგრამ პირველზე არა, მეორეზე არა, მესამეზე არა, მაგას რა თქმა უნდა განათლება. ძალიან იოლი საქმე. ეს ნაკლი მათი ბრალი არ არის, მაგრამ მათმიან ხარდაჭერილი არის. მეორე, პრივატულობის წაშლა. მე და ჩემი კატა იხილოს მთელმა მსოფლიომ. მე და პელე რა ურთიერთობაში ვარ და მე და ჩემ მოსწავლე სტუდენტები მყავს ახლა ბუნებრივია ყველა ჩემი მეგობარი Facebook-ში. უყურებ დემოსი გაიგოგოა, ხედავ სურათია ისეთი რომ ისე იგი რა ვიცი ახლა აბა როგორ გითხრათ. მამარდაშვილიც კი შეწუხდებოდა გაცილებით განსხვავებული კაცი იყო ასაკითხი ჩემთან შედარებით. მე როგორც თქვა ერთმა პოლიტიკურმა ფიგურამ ერთგული კაცი ვარ. განსხვავებით სხვა ფიგურებისგან. მოხდა იმას არ გულისხმობ თქვენ რომ გონიათ ეს გასაგები. ანუ იმის თქვა მინდა ვიფასო მეგობრებო ახალგაზრდებში რაც არ მომწონს არის ის რაც ასე არ მოწონდა მამარდაშვილი. ისინი არ აკეთებენ შინაგან აქტებს. ისინი გარედან ითვლიან ფულებს. ამ წიგს თუ დავიკითხავ, ბატონმა ლევანმა იცის, პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, მაგრამ იცის. ამ წიგს თუ არ წავიკითხავ, რამდენი ფულა დამატე, რო არ დავესწრო, დასწრებაში რამდენი პროცენტი არის და A-ს მივიღებ თუ B-ს მივიღებ თუ ამ A-ით, B-ით, C-ით ახალგაზრდობა გაცილებით უხვარი დაკავებული, ვიდრე ჩვენ ვიყავით დაკავებული 500 მე როგორც მასწავლებელი ვარ საზიზღარი გამომცდელი. არასოდეს არ დამიწერია სამიანიც კი. მე ვწერ 4-იანებს და 5-იანებს. მისაღებ გამოცდებზე ახლა იქ სხვა ამბავი იყო და ხანდახან მოადგილე ვიყავი ორების დარგში და ვცდილობდი რომ ორებიც არ დამეწერ. მე არ მიყვარდა და ახლაც არ მიყვარს, მაგრამ დრო გამოიცვალა და მე არავინ არ მიშვებს მაგ პროცესში. ანუ სხვები მიდიან ხარისხის სამსახური ატარებს გამოცდას და მე მოდის და
დაშიფრულია და გონიათ რომ მე ძველ საბჭოთა კადრს პაროლების უზარმაზარ ცოდნეს და იმას მე რაში მჭირდება ჩემი სტუდენტის სახელდაგვარი მე რომ ვკითხულობ მის პასუხს ყველას ვცნობ ვინ არის აბარა ლაპარაკი არის 30 კაციან და 20 კაციან და 10 კაციან ჯგუფებზე როგორ შეიძლება ახლა იქ მართლა ვერ იცნო ბავშვები ხო ძირითადად ისე წერენ როგორც მეტყველები მე მარტო ერთი კაცი ვიცოდი ასეთი რეზოსილაძე რომელიც ზუსტად ისე წერდა როგორც ლაპარაკობდა ცოტა არეულად და შესანიშნავი და სხვა ჩვენს მინდა სწორედ მისი სიტყვებიც მოვიყვანო და მამარდაშვილის ის გავაძლიერო უყვარდა ძალიან მარინა ცოტაევა და დრო იყო ისეთი რომ მარინა ცოტაევას ხსენება არ იყო მაინც ხშირი ქართული ენისა და ლიტერატურის პროფესორებისგან არ იყო ხშირი და უცებ თქვა ასეთი ნაწყვეტი что для тебя который делом занят не умереть хочу а умирать და მიხსნა განსხვავება უმერეთსა და უმირათ შორის. ეს მე მამარდაშვილთან გააშლილია და ძალიან სერიოზულად არის განმარტებული რა განსხვავება. აი უმერეთს,ანი უმერლი ჩვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები მოკლედ. მაგრამ რასაც ახლა განიცდიან ის სიკტივი არა ის არ კავდომა. წეში არის. ახალგაზრდების რა არ მომწონს გითხარით, ახლა გეტყვით რა მომწონს. ის თავდაჯერებულობა გამოვიდა რომ მაინც არ მომწონს ახლა ძველი კაცია შეიძლება არ ვიცი მამარდაშვილს მოეწონებოდა თუ არა მე მგონი არა რა მომწონს რომ არც ერთს არ უნდა მონა იყოს აი მონობის სადმე დამოკიდებულება აშკარად შეიცვალა ანუ სულ ეშინა ფიქრობენ ღირსებას ბევრს ფიქრობენ ღირსებას ის სურათებიც Facebook-ში და იმაში ძირითადად არის ღირსების საკითხთან ხო აი ამასთან შეთამაშება ახალი ფორმები ეს ძალიან უწევს მაგრამ ამას რაც უნდა მოყვეს და ვცდილობ სულ ამაზე იყოს ლაპარაკი ეს არის რომ მან უნდა მიიღოს უამრავი შიდა გადაწყვეტილება იმიტომ რომ ყველაზე უფრო საშინელი სიკტივე არის ის რომ შენი აზრი შენი არ არის ყველაზე საშინელი სიკტივე არის სხვისი აზრებით რომ დადიხარ და რომ გონია რომ აზროვნებ და სულ სტერეოტიპებს ამბობ რომ ფრანგები ცოტკები არიან ხონში როგორ დაიბადება ხელგაშლილი ადამიანი რაც არ არის მართალი და დაიბადა ერთი მაინც აი ესეთი შეიძლება დაიბადოს რომ ქართველების უყველა ბონდივანები არიან თან ესესხებიან მამარდაშვილს რომელმაც თვითონ ასე თქვა რომ ყველა ქართველები რა თქმა უნდა ყველაზე დიდი ტრაგედია ადამიანის ცხოვრებაში არის ის არ იცოდეს სად ხარ ფოლკნერი მამარდაშვილი პრუსტი ერთი გენიის სამი სახელი ეს ერთი და იგივე არის სინამდვილეში ერთი აზროვნება ეს აზროვნება სხვასთან ფორმაშიც გამოიხატა დროში დახტის ქრონოლოგიური არ არის აი ყველაზე უფრო გასმენწოს ზელანდელი ახალგაზრდები ისინი არ არიან ქრონოლოგიურები ისინი არიან პოსტმოდერნულები ამ სიტყვის ყველაზე უკეთესი გადაჭრა ისინი დახტიან დროში მათ არ აშფოთებთ წესრიგი არ არის მათი მთავარი საზრუნავი ორდნუნგზე ჭკუა არ ეკეტებათ ხუთოსნები არ არიან მათი ლიდერები ოროსნები თაღთვანება დამთავრდა გოგოები რომელსაც უყვარდათ ნარკომანები და კაცის მკვლელები აღარ არიან შემცირდნენ ანუ ხედავთ ღირსების საკითხებმა იმდენად წარმოიწედა მეზე კონცენტრაცია იმდენად გაიზარდა რომ მე თავს იმით კი არ მიმკვიდრებ რომ ჩემი ბიჭი ყველას ცემს და ყველას დაჭრის რაც იწევდა აქტუალებას ასეთი ბიჭები და მთელი მოვლენაა და ლიტერატურაში გვაქვს ეს მოვლენა აუსახლელი არ დარჩა დღეს ეს ასე არ არის და მე ვინაიდან ძალიან მიყვარს ჩემი სტუდენტები და მე ვინაიდან
ამით ცხოვრობდა, ამით მიდგა სული და არა იმით, რომ პარლამენტში უსმენ ან ჩვენი ან მოწინააღმდეგე და ძნულ გამონათქვამს, ასე არ არის. პარლამენტი არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება შედგეს აზროვნების აქტი. პარლამენტი არის ადგილი, სადაც შეიძლება დაიწოდოს კარგი კანონპროექტი. მაგრამ აზროვნების ადგილი არ არის, იმიტომ რომ მიტინგია ეს. საპარლამენტო გამოსვლები გვაქვს 4 შაბათობით 9 საათი. მუსაბაშვილი ცდილობს არ გააგრძელოს, შეუძლია კიდე 9 საათი, სადაც არის წმინდა მიტინგი. გამოვიდა ის მხარე და თქვენ ცუდებო, გამოვიდა ეს მხარე თქვენ ცუდებო, მეტი არაფერი არ არის. ის მხარე ამბობს, თქვენ ცუდები ხართ დღეს და მაქსიმუმ ჩვენ ცუდები ვიყავით გუშინ და ეკო ჩამოგვეწერა და ეს მხარე ამბობს, რას ამბობს, კაცო, თქვენ კარგები ვართ დღეს, თქვენ ცუდები ხართ დღესაც და იცუდები ვიყავით გუშინ. და ითხოვენ, რომ გაგრძელდეს 1 საათი და ამავე დროს ტრაგედია მოხდა. შეიტანეს კანონპროექტი და გავიდა და ახლა პარლამენტი დაამტკიცა, კომიტეტზე გავიდა, რომ არასდროსაც იყოს ასეთი ხარისხი. აი ამ ნაწილებში პარლამენტი არ მუშაობს, ეგ ლაპარაკი კი არა მართლა კანონპროექტებზე არა. პარლამენტს ერთადერთი შეუძლია კანონები. ყველა დაანჩენი ახლა არც უნდა ემოციურად გამოხვიდე პარლამენტში, გასაგებია, მგონი ხდები ძალიან კარგად. ერთი ძალიან ჭკვიანი კაცი პარლამენტში იჯდა მოგეხსენება და ერთ-ერთი სიტყვა რაც თქვა იყო, რომ ფანჯარა დახურეთ უბედავში. იმაზე ჭკვიანი კაცი იმ პარლამენტში ყოველ შემთხვევაში ამიჯდა და მოგეხსენება. მე იმის თქვა მინდა, რომ ახალგაზრდებზე იმედის დამყარება შეიძლება დღეს. ჩვენ ვართ სულ 20 წლის დამოუკიდებლობა და უკვე დაგვებადა თაობა, რომელმაც არ იცის მონობა. ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ გვეშინია, რომ არ გაიმეორონ შეცდომები, იმიტომ რომ არ იციან. მაგრამ ბედნიერება რომ არ იციან რაღაცეები. მაგალითად, ბავშვმა იკითხა რა არის ლენინი, არაუშავს. მე არ განიცდი ამას მძიმედ. გაეკვევა, როცა საჭიროა თუ საჭიროა. ეს გაცილები ჯობია იმას, რამაც აღაშფოთა მამარდაშვილი დოკუმენტური ფილმი ნახა ლენინზე, რომელიც ლენის დაკრძალვა, რომელიც დამთავრდა კადრით. მაგილა ლენინა გალიბელ ჩუვერეჩესკო. და მან გააუგნა, რომ კაცობრიობის მომავალი აგერაა რა. და ამიტომ არ დამარხეს. რომ კაცობრიობა იყოს ზუსტად ის, რაც ჩვენ გვინდა ახლა ნაციონალური მოძრაობისთვის. ანუ წრები შემოდგომაზე ახალგაზრდებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს სამოქალაქო თუ პოლიტიკურ პროცესებში. მათი მთავარი ლოზუნგი იყო სისტემა უნდა დაინტერესდეს. ფრთიანი ფრაზა. მაინტერესებს როგორ დაინახავდა მირაბ მამარდაშვილი ამას, როგორ ხედავს თქვენ? იყო ეს რაღაცისგან განთავისუფლება თუ არა? თუ იყო, მაშინ რისგან? სისტემისგან განთავისუფლება იყო თუ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისგან? მამარდაშვილი იტყოდა, რომ მიტინგი არის ადგილი, სადაც არ შეიძლება შედგეს აზროვნების აქტი და სისტემა უნდა დაინგრეზე იყოს სისტემები. აპატიებს, მაგრამ მისი ნაშრომებიდან ეს გამომდინარეობს თითქმის 100%. ან ის არ იქნებოდა გულშემატკივარი მაგ მოძრაობას. იმიტომ რომ ის არ ჩათვლიდა და ვერ ჩათვლიდა, რომ ეს თითოეულმა ადამიანმა შინაგანი გადაწყვეტილებით მიიღო და ახლა თუ გამიჯერებ მეც ვუყურებდი მაგ პროცესებს, ჩემი სტუდენტები მონაწილეობდნენ. შეიძლება იქ იყოს რამდენიმე კაცი, რომელმაც შიდა აქტი მიიღო. და რა თქმა უნდა იყო. მასობრივად არავითარი შიდა აქტი არ ყოფილა, ეს იყო მოძრაობა, ზუსტად ისეთი, როგორც არის პოლიტიკური მოძრაობა. ანუ ლიდერი გავყევით, გავიკვირდეთ, დაინგრეს, ვიმღერეთ. ძალიან ბუნდოვანი იდეა იყო, რაც მართალი მაგარია. სისტემა უნდა დაინგრეს. ახალგაზრდებს მაინც თქვენგან მაინც ველით უფრო ისეთ კაფეო გზავნილებს, რომ კერძოდ ვის დაუნგრიოთ რა. ეხლა ჩემგან პასუხი. მე გულშემატკივრობდი ამ მოძრაობას, იმიტომ მე არა ვარ მამარდაშვილი და მე ვიცი, რომ დიახი არავითარი აზროვნების აქტი არ შედგა. მაგრამ ჩემი სტუდენტები იყვნენ და მე მიყვარს უყვება და მე მარტო არ ვიყავი. მარიკა ლოქიპანიძე თქვა, ახ რა ცუდია ბებერი რო არ გამოვიდოდი თქვენთან და გუწრფელად ჯერა ოპერაცია გონებაგეთ. დიახი. მე გამოვიდოდა. ქალაქოს საზოგადოების შემადგენელი ჩვენს ქვეყანაში
ეკლესია რო ყოფილიყო სამოქალაქო საზოგადოება აშენებული კი არა ესეთი ძალიან იმიტომ დიდი და მძლავრი ორგანიზაცია რა თქმა უნდა რა თქმა უნდა იგი არ არის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მე ვფიქრობ რომ იგი არის მართვითი საზოგადოების ნაწილია თუ ხელისუფლება ერთ-ერთი მმართველია ეკლესიაც ერთ-ერთი მმართველია არ არის პოლიტიკური მადლობა არც ეკონომიკურია არც ეკონომიკური არის თუმცა უნდა ვთქვა პირდაპირ რომ მართვაში მონაწილეობს ყველას თავისი მართვა აქვს ისიც მონაწილეობს პირადად მე მგონია პირადი ჩემი აზრი ასეთია მე არ ვიცი ახლა საჭიროა თუ არა ამაზე მაღალპარაკი ვინაიდან ეგ არის ინდივიდუალური ჩემი ერთი კაცის გადასაწყვეტი მე ვწონდები თუ არ ვწონდები პირადად მე ვცხოვრობ ეკლესიის გარეშე პირადად მე თავი მიმაჩნია უეკლესიო ქრისტიანი ცხოვრობ მაგ ლოგიკით და მაგ აზრებით მაგრამ ეგ ახლა არის ფართო და წელი არჩევანი ჩვენ პატის წერ ერთ-ერთი რაც შემიძლია გითხრათ გარანტირებული უნდა იყოს რომ სახელმწიფო და ის გაიმიჯნოს და განათლება და ეკლესია გაიმიჯნოს სხვა პრინციპები ყველანაირი კარგია რაც უნდა ისთან ხარესთან თავი ეს არ მოხდეს შერწყმა სახელმწიფოსთან და არ მოხდეს შერწყმა განათლებასთან ეს ძალიან მნიშვნელოვანია დანარჩენი იმდენი არის მაგ სალაპარაკო ისე თეორიაში ხო სერიოზული ნაშრომებია სამხრეთ ამერიკული რომელიც ეკლესიას განიხილავს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილად ხო შეიძლება გაიმეორო შენი გაგება კოჰაბიტაციის იმიტომ რომ არის რაღაცები რაც კი ბატონო ესე იგი ჩემი აზრით კოჰაბიტაცია არის ისეთი ისტორიული რეალობა როდესაც ერთ ხელისუფლებაში კერძოდ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ჩვენ შემთხვევაში სხვადასხვა დონეზე დაყოფილი არის და არის კონტროლდება სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მიერ მაგალითად პრეზიდენტი არის ერთი პარტიიდან პრემიერი არის მეორე პარტიიდან მერი არის ერთი პარტიიდან ადგილობრივი თვითმმართველობა არის მეორე პარტიიდან პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება რომ ერთი პარტიიდან არიან ან არ არიან ერთი პარტიიდან კოჰაბიტაციასთან პირდაპირ კავშირში არ არის მაგრამ იმ შემთხვევაში როცა პრემიერი და პრეზიდენტი სხვადასხვა პარტიიდანაა კლასიკური კოჰაბიტაცია ეხლა ჩემი ხედვა კოჰაბიტაციისა რა არის ჩემი ხედვა ასეთი არის ვინც არჩეული არის 2014 წლამდე იყოს 2014 წლამდე წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ რო გამოიცვლება ხელისუფლება რომელიმე ან ადგილობრივი ან ისა გამოჩნდება ახალი უპირატესობა რომ აი ახლა ხალხს უფრო მოსწონს და პარლამენტს მოადგება ადგილობრივი მმართველობის არჩევნების შემდეგ ხალხი და თქვით თქვენ აღარ გვიყვარხართ ახლა წაეძლიეთ აქედან მაშინ აზრს კარგავს პარლამენტის არჩევა მაშინ ასეთმა პოლიტიკურად კულტურო ქვეყანამ ყველა არჩევნები ერთ დღეს უნდა ჩაატაროს და უნდა თქვას რომ ყველას ვირჩევთ ერთი დროით და თუ კი რომელიმე ადგილას ვიღაცა სხვა გაიმარჯვა რაღაც კანონით ვასწორებთ რომ აი დაუმატოთ იმას და გამოვაკლოთ ამ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ხო ვიცით რომ ხელისუფლება იყოფა არა მარტო ასე ვთქვათ ჰორიზონტალურად არამედ ხელისუფლება იყოფა ვერტიკალურად დროში არ უნდა დაემთხვეს ეს არჩევნები იმ არჩევნებს და ის არჩევნები ამ არჩევნებს საპრეზიდენტო ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები არ უნდა დაემთხვეს ერთმანეთს რაც მოგცემს საშუალებას რომ ხალხმა გამოხატოს თავისი ნება და ნელ-ნელა აგრძნობინოს ყველა საერთო საქმე და არა ერთმანეთს რომ ჩამოსმევი ამიტომ კოჰაბიტაცია მე ასე მესმის რომ ყველანაირი იძულებითი ცვლილება რომ არ იქა კაცო მე თბილისში ოცნება ავირჩიე და შენ აქ რატოზი ხარ როცა მე შენ აღარ მინდიხარ კი აგირჩია მაგრამ ახლა აღარ მინდიხარ ეს არ არის სწორი კოჰაბიტაცია გულისხმობს რომ იმან უნდა მიიყვანოს ის პრობლემა აქ ახლა სხვა პროცესებიც მიმდინარეობს გუნებრივია ზოგიერთი თავისით გამოდის ზოგიერთი მაჟორიტარი თუ დამიჯერებთ არ გადაგვიმირებია პირიქით იხვეწებოდა შემოშვიდა ვიოლოგრობით არ შეუშვათ და შეუშვეს და ასე არ არის ზოგიერთ შემთხვევაში მუშაობა მიმდინარეობს რომ წამოვიდეს ეს ხდება
ზოგიერთ შემთხვევაში მუშაობა მიმდინარეობს, რომ არ წავიდეს, ესეც ხდება. ანუ ყველა პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს. კოჰაბიტაციას მე ასე ვხედავ. პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება ნოემბრის 21-მდე, იმიტომ რომ დანიშნავს არჩევნებს 31 ოქტომბერს. მე 21 დღე ახალი პრეზიდენტი ვერ შევარდა ძალაუფლებაში და ჩვენ ვიცით რომ 21 ნოემბრიდან აქით უნდა გადმოვთვალოთ 6 თვის განმავლობაში ვერ დაიწყოს ვერას, მაგრამ იმ 6 თვის რჩება დრო და ახლა ჩვენ ვარ ძალიან საინტერესო დროში ძალიან მეტისმეტად პოლიტიზებულია, მაგრამ ახლა ზუსტად ეს მომენტია, როდესაც მამარდაშვილსაც კი ამაზე მოუწევდა ფიქრი, 2 თვე, 3 თვე გვაქვს ახლა ისეთი, როდესაც შეუძლია ცუდად წავიდეს პროცესებს აქვს ამ მე არ შეუძლია. Kira.